რადიოგრაფია არის რთულად გასაგები და შემდეგ კიდევ ძველ ქართულ ენას მე აღარ ვამბობ რომ ბავშვის დაჯოთ ვარ უნდა და ვინც ამას უთქვის სიამოვნებით მივცემი იონე პეტრიციდან მაგალითად აი საწინააღმდეგო სახა თუ აიფოფრება ვიღაცა და მე სიამოვნებით მოვუსმენდი როგორ მithარგმნის თქვათ მithარგმნის ვინმე ადამიანებს იონე პეტრიცის ამას კიდე როგორი სპეციფიური სოდნაულა ხო იონე პეტრიცის ამბავში შენ დაიწყე უკვე პოდკასტი მო დავიწყოთ ხო მაგრამ ახლა ჩვენ დავიწყოთ ჩვენი პოდკასტი მოგესალმებით ვაგრძელებთ ჩვენს პოდკასტებს ტრადიციულად წარმოგიდგენთ ვასილ მაღლაფერიძე და მე გიორგი გუმრაძე და ჩვენი სტუმარი იქნება ჩვენი მეგობარი ლევან აბაშიძე ბატონო ლევან გამარჯობა მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ მადლობა მოწვევისთვის ხო ესე იგი პრინციპში იმ შესავალთან ესე ვთქვათ პრინციპული წინააღმდეგობაში არ იქნება ის თემა რაც გავაგრძელებთ ახლა საუბარს იმიტომ რომ რაც ალბათ დღეს ჩვენ ყველას ერთად შეიძლება ითქვას რომ გვადარდებს და გვაღელვებს და ჩემი რწმენით ეს თქვენს ესე ვთქვათ სპეციალობასთან ძალიან ახლოს უნდა იყოს არის დღევანდელ დღეს მე მეჩვენება რომ ჩვენ არა მხოლოდ საქართველოში არამედ ზოგადად გლობალურად მიდის სერიოზული თუ გნებავთ ასე ვთქვათ იდეოლოგიური დაპირისპირება თემაზე რა არის ადამიანი ვინ არის ადამიანი და როგორ უნდა გავიგოთ მისი ბუნება, ასე ვთქვათ, ხო, არის ის გარკვეული თვალსაზრისით აი ეს ინდივიდი, რომელიც ამოვარდნილია რაღაცა სოციალური ყოფიდან, სოციალური აი ესე ვთქვათ, კოლექტიური იდენტობიდან და ან დაპირისპირებულია მასთან და ვთქვათ, უფრო გლობალური ესეთი ვთქვათ, საერთო რაღაცა ღირებულების ნაწილს წარმოადგენს თუ აი აქ ადგილობრივ ლოკალურ ღირებულებებს კიდევ აქვს მისთვის მნიშვნელობა და ადამიანურ ურთიერთობებს მაგალითად ანუ ადამიანი დგება თუ არა მეორე ადამიანთან ურთიერთობის კონტექსტში ასე ვთქვათ ხო და აი უყურებთ ამ კონფლიქტს ესე ვთქვათ მე ესე წარმომიდგენია ყოველ შემთხვევაში რომ და შეიძლება ესეც საინტერესო არის თქვენი მოსაზრება ამ თემაზე უყურებთ ამ კონფლიქტს და თითქოს ხედავთ როგორ ესე ვთქვათ როგორი სიძულვილით ხდება ურთიერთობა ადამიანებს შორის, ჯგუფებს შორის. განსაკუთრებით აი ბოლო პერიოდში თითქოს ადამიანის გარდაცვალებასაც აღარ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ისე შეუძლიათ თქვათ არ ვიცი, აღნიშნონ თუ იზეიმონ თუ რაღაც ასე შემდეგ მათთვის მიუღებელი ადამიანის გარდაცვალება, ხო? რაღაცა ესეთი ტიპის კონფლიქტი თითქოს პრინციპული კრიზისია. ამის შემდეგ რაღაც სხვა უნდა მოხდეს, ამის შემდეგ რაღაც უნდა გადაწყდეს. შეიძლება კაცობრიობის ისტორია შეიძლება ასე იყოს და ადამიანების ისტორია შეიძლება ასე იყოს, რომ რაღაც პრინციპულ ზღვართან რომ მივლენ ადამიანები, შემდეგ ახალი იწყება, ახალი ეტაპი, ახალი გაგებები, ახალი ესე ვთქვათ, გადააზრება იმისა, რამაც აქამდე მიგვიყვანა და ასე შემდეგ. ას ფიქრობთ თქვენ? ცოტა თავიდან რომ დავაზუსტოთ ასე, თქვენ თქვით რომ ერთის მხრივ ესე იგი ამოვარდნილია ხო, ინდივიდი ამოვარდნილია და მეორეს მხრივ ის არის ჩართული რაღაც გლობალურ ხო, ესე რასაც უყურებ, ხო, რასაც უყურებ, ძალიან უცნაური მოცემულობა. ხო, ერთის მხრივ თითქოს ჩვენ ვაკვირდებით, რომ არიან ადამიანები, რაღაცა ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც დიდი ხანია ინდივიდის თავისუფლებაზე საუბრობს, რაღაცა ეს ინდივიდუალურ გაუცხოებაზე, სოციალური კულტურის წნეხისგან გათავისუფლებაზე საუბრობს, რომელიც თქვათ არსებობს რაღაც გარკვეული ჯგუფებში, ხო, რაღაც ტრადიციულ სოციალურიდან რომ ხო, ამისგან გათავისუფლებაზე საუბრობს, მაგრამ ამასთან ერთად მიისწრაფვის რაღაცა გლობალური იდენტობისკენ, რომელიც ყველას თითქოს ერთი აქვს სადღაც იქ რაღაცა ეფემერულ სივრცეში და აი ამ პერსპექტივიდან უპირისპირდება ლოკალურს, ასე ვთქვათ, აი სწორედ აი ტრადიციულ სოციალურ კულტურულ იდენტობას, ხო? ხო. ჩემი აზრით აქ საკითხი არის იმ პოლარიზაციაზე, რომელიც არის ჩვენ საზოგადოებაში, ხო და ეს პოლარიზაცია პირველად ალბათ სოფლიოშიც იგივეა. სოფლიოშიც იგივეა, ხო. ეს პოლარიზაცია მე მგონი დამეთანხმებით, რომ პოლიტიკურ საკითხებზეა, ხო? პოლიტიკაზეა, ხო? სოფხედველობრივი არა მარტო პოლიტიკურ ხო, პოლიტიკა დაკავშირებულია სოფხედველობასაც და მორალთანაც და ეთიკურ საკითხებთან. ეხლა მე ესეთი მაგალითი რომ მოვიყვანო რა
ეს თქვა რო ავიღოთ ჩვენ ხო გვინდა რომ თანამედროვე რაღაც საზოგადოება იყოს, სადაც არის სხვადასხვა აზრები, პლურალიზმი და ასე შემდეგ. აი რო ავიღოთ თქვა ინგლისი, თქვა რაღაც როგორც რაღაცა კარგი მოდელი მე-19 საუკუნე, არის სხვადასხვა პარტიები, რა? პარლამენტშია წარმოდგენილი. და სავსებით შესაძლებელია რომ ორი ჯენტლმენი, ორი მეგობარი სხვადასხვა პარტიას ეკუთვნიან. მე შემდეგ მიდიან ერთად კლუბში, კითხულობენ ერთი და იმავე ტაიმს, საუბრობენ და მეგობრობენ, ხო? ეს არის ნორმალური. ნახეთ, აი აქ რა იგულისხმება, რომ შენ კი სხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე ხარ სხვას აძლევ ხმას, მაგრამ ჩვენ მტრები კი არა ვართ. ჩვენ ორივე ვართ პატრიოტი ქვეყნის. და აქ თამდაბლობაც არის. თამდაბლობა რაშია, რომ შეიძლება შენ ხარ სწორი. ხო, შეიძლება შენ იყოს სწორი და მე არ ვიყოს სწორი, არა? მაგრამ ჩვენ თანხმდებით, ზოგადად ჩვენ თანხმდებით, რა არის თქვა სიკეთე, ორივეს გვინდა სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოება და ასე შემდეგ. ეს არის ეს. მეორე უკიდურესობა არის, როდესაც ისეთი პარტია მოდის ხელისუფლებაში, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია და აბსოლუტურად ესე თქვათ შეუძლებელია ნებისმიერ კომპრომისი. თქვათ 30-იანი წლების გერმანია, თქვათ ნაცისტები მოდიან ხელისუფლებაში და იქ რაზე ელაპარაკი თქვათ. ისე იქ რო თქვა, რომ იცი რა, მე რა ის ისე ფიქრობს, ესე ფიქრობს, იყო ხალხი, რომელიც თავიდანვე იცოდნენ რა ხდებოდა და ან იბრძოდნენ და თავის შეაკლეს, ან დატოვეს ქვეყანა. ხო, აი ეს ორი, ვთქვათ, პოლუსი. ხო და ჩვენ სამწუხაროდ ეხა ისე ვართ, რომ აი ზოგს მიაჩნია, რომ ვთქვათ, მოპირისპირე მხარე არის სრულიად მიუღებელი. სრულიად შეუძლებელია ნებისმიერი კომპრომისი და აუცილებლად ის უნდა დამარცხდეს, იმიტომ რომ ის არის ვთქვათ რუსული ხელისუფლება ვთქვათ. კი ბატონო. ან მეორე მხრივ ამბობს, რომ ის არის საერთოდ კაცჭამიები არიან და შეუძლებელია მათთან საუბარი. აი ჩემი აზრით რუსულში იმდენად მე ვკვირდი რუსულს კი არ გულისხმობ ხოლმე თავისთავად ფაშისტური, მაგრამ ეს არის უბრალოდ კანონგარეშე ხარ გამოცხადებული რუსულს გარეთ. ისეთი ცუდი ხარ, რომ მოკლედ ყველაფერი შეგიძლია, რომ ყველაფრის ღირსი ხარ. ხო. სხვა შეზავome კიდე სხვა რომ უფლებო ხარ. ხო, მოკლედ ყველაფრის აი ესეთი ვიღაცა ხარ რა. აი მე მაგალითს მოვიყვანე ხა, სადაც მე მუშაობდი, რაღაც დაახლოებით ეს 15-16 წელი იყო, როცა ის ეგრეთ წოდებული კოჰაბიტაციის პერიოდი და ჩემი ვინც იყო უფროსი, ხა არ ვაკონკრეტებ, ხო, დირექტორი აღმოჩნდა, რომ არის ნაციონალურ პარტიაში და საკმაოდ დააწინაურეს და ის გახდა და იყო პრობლემა, იმიტომ რომ მშობლები გახდნენ წინააღმდეგი და მოუწია მას წასვლა სამსახურით. მე თქვათ, თუმცა არა ვარ ნაციონალური მომხრე, არასარყოფილ ვარ, მაგრამ მე ეს არ მომეწონა ეს ამბავი. იმიტომ რომ მე სწორედ ის მინდოდა, რომ კი ბატონო, შენ იყავი ნაციონალი, მე ვიქნები სხვა პარტიაში, მაგრამ ერთად მუშაობთ. ისე როგორც ინგლისში. ხო, ერთად მუშაობთ, ხო, ესე იგი, მე პირიქით მე ეს მინდოდა, თქვათ. მე ისიც მომეწონა, რომ თქვათ, პარტია არ დაიშალა, რა თავიდან, თქვათ, 12 წელს, 13 წელს. რომ არ დაიშალა ეს პარტია, დარჩა პარლამენტში. ანუ მე მეგონა რომ ჩვენ აქეთკენ მივდიოდით, ხო? გადავიდა პარტია, მანამდე როგორ იყო, ეხლა შევარდნაძე რო წავიდა, ხო, მოქალაქეთა კავშირი გაქრა, ხო? მაგრამ სამწუხაროდ ეს არ გამოჩნდა, ეს არ განხორციელდა. ჩემი აზრით, ეხლა ჩემი პირადი აზრით არის, რომ ეს თვითონ ნაციონალური მოძრაობის და ოპოზიციის ის არის ბრჭყალებში დამსახურება, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ საშუალება, ერთ ეს პარლამენტში შესვლა იყო ყოველთვის პრობლემა, არ შევალთ, გაყალბდა. თანაც იცით როგორი რაღაცაა, როდესაც შენ 15 წუთის მერე ამბობ, რომ გაყალბდა. ნუ უკვე, რა ვიცი, ეს არის რა ქვია, ნდობას აღარ იმსახურებს რა. ახლა შეიძლება ცოტა გადავახდით თემას. მაგრამ ჩემი აზრით ეს არის ჩვენი პრობლემა, რომ ჩვენ უნდა რაღაცნაირად უნდა დაალაგდეს საზოგადოება, სადაც იქნება სხვადასხვა აზრები, სხვადასხვა მათ შორის პოლიტიკური მიმართულებები, კონკურენცია და კონკურენტული არჩევნები. ჩემი აზრით აქეთკენ უნდა წავიდეთ, მაგრამ რაღაც ისეთი პირი უჩანს, რომ ჯერჯერობით შორსა ვართ აქ. რადგან ამაზე დავიწყეთ საუბარი, ხო, ვფიქრობთ, რომ ამასთან ჩვენ დაგვაშორა სწორედ აი ხელოვნურმა კოაბიტაციამ. ანუ რეალურად ჩვენი პოლიტიკური კულტურა
იმ კონკრეტული მომენტისთვის. მოდი არ ვიცი მზად არ იყო თუ ის არ იყო ის მოცემულობა რომ ჩვენ კოაბიტაციაში უნდა ყოფილიყავით. იმიტომ რომ ესე ვთქვათ, ქართული ოცნება მოვიდა ნარატივზე, რომ უნდა მოხდეს რაღაც გარკვეული სამართლიანობის აღდგენა, რომელიც არის დარღვეული. და ვინც დარღვია სამართლიანობა, იმასთან კოაბიტაცია არ შეიძლება. ჩვენ უნდა ჩვენ მე არ ვამბობ რომ უნდა დავსაჯოთ, ამაზე არ არის საუბარი. საუბარი იმაზეა რომ უნდა დავადგინოთ რა დაარღვია თუ არა მან სამართლიანობის საკითხი, უნდა აღვადგინოთ ეს სამართლიანობა, მაგრამ უნდა დავდოთ რომ ეს არის სამართლიანობა ამის შემდეგ და მე უკვე ეს მდგომარეობა განსაზღვრავს იმას, როგორ ვიცხოვრებთ პოლიტიკურ პროცესში, ხო, როგორ პოლიტიკური პროცესი გვექნება. და არა თვალი დავხუჭოთ იმაზე, იმიტომ რომ რაღაცა ვთქვათ, კოაბიტაცია არის უფრო მაღალი ან ჩვენთან მოხდა ასე, რომ კოაბიტაცია უფრო მაღალი ღირებულების მატარებელია, ვიდრე ის სამართლიანობა, რომელიც უნდა დადგეს. გასაგებია. ჯერთი თვითონ კოჰაბიტაციაზე მინდა ვთქვა ძალიან მოკლედ ეს ტერმინი ცოტა არასწორად ესმით ის თვითონ ეს ტერმინი კოჰაბიტაცია ფრანგული პოლიტიკური სისტემიდან მოდის, იმიტომ რომ საფრანგეთში შესაძლებელია რომ პრეზიდენტი იყოს ერთი პარტიიდან და პრემიერი მეორე პარტიიდან, რაც თანაც პრეზიდენტი იქ არ არის ესეთი პრეზიდენტი როგორც ხო, ამიტომ ამას ქვია კოჰაბიტაცია. ჩვენთან ცოტა სხვანაირი ის არის, მაგრამ კოჰაბიტაცია კი არა ჩვენთან და არ ხო ხვიპე არ დავამტრევთ ერთმანეთს. ხო, რაც თავისთავად მე მგონი სწორია, ხო, თქვა. ანუ ისეთი უცხო სიტყვა შემოვიდა ჩვენთან თავისი მაგია აქვს სპეციალურად რომ მოდი ერთმანეთთან მოდი ესე იგი კულტურულად მოვიქცეთ. ხო, ნუ დავждით, ნუ დავკლავთ დამარცხებულს, რაც თავისთავად ჩემი აზრით სწორი იყო. თავისთავად სწორი იყო, რომ კი ბატონო, ესე ჩვენ ესეთი ისიც იყო, რომ ჩვენ ისე არ მოვექცევით, როგორც იმსახურებენ, არამედ ისევე როგორც ჩვენ, ასე ვთქვათ, ჩვენ გვეკადრება. დაახლოებით ესე იყო და მე გეთანხმებით იმაში, რომ მე ვიცნობ ძალიან ბევრ ადამიანს, ახლა კონკრეტულად ასევე არ ვიტყვი, რომელიც იყო ძალიან იმედიანად, რომ აღდგებოდა სამართლიანობა მათ მიმართ და ეს იმდენად გაიწელა ეს პროცესი ვთქვათ, იმდენად იქნება ეს ქონებრივი, იქნება ეს სამართლებრივი თუ რაღაცა, რომ ეს თავისთავად პრობლემაა. ხა საქმე ის არის, რომ ცხადია კი ბატონო, ჩვენ პარტია არ აიგზალა ისა, მაგრამ კონკრეტული დანაშაულებებზე ძალიან ნელა ხდებოდა რეაგირება და რაღაცნაირად მრავალი ესე თulis, რომ ეს რაც ეხა იყო კომისია და ეხლა რაც ეს ეხლა რა პროცესების მიდის პარტიის არის ძალიან დაგვიანებული. შეიძლება ესე ითქვას, მე მგონი რაც თქვენ თქვით. ხო, ახლა არ ვიცი ამაზე მე რა უნდა ვთქვა. რაც გვაქვს, ესა გვაქვს ახლა ამჯერად და რა კითხვა რაში მდგომარეობს? კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ რეალურად აქ აღმოჩნდით ახლა ჩვენ. ამ მოცემულობაში აღმოჩნდით. ერთის მხრივ, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში შედეგია აი ამ ესე ვთქვათ, ხელოვნური კოაბიტაციის, რაც არ უნდა როგორც არ უნდა დავარქვათ ამის, რა ერქმევა. შეიძლება ესეთი კითხვა მაქვს მე ხა აი აქედან გამომდინარე და ვიშალე. ეხლა რაღაცა ამ გზაზე ვარ და შენ როგორ უყურებ? აქ კიდე უფრო გავაგრძელებთ ამ მიმართულებით თუ გამოვალთ როგორც ამ უღრანით ამ მოცემულობიდან. იმის გათვალისწინებთ რა სოფლიოშია თუ გაღრმავდება ეს კიდე ეს პროცესი თქვა დავარქვათ მოდი უცხო სიტყვა არ გვინდა ურთიერთაუტანლობა უფრო გაღრმავდება თუ წავალთ უფრო ატანისაკენ. აი ძნელი სათქმელია ეს იმდენად აუტანლობაა რომ ალბათ ერთ-ერთმა მხარემ უნდა გაიმარჯვოს. ალბათ ესეა რა ვიცი ლოგიკურად რომ იმჭელოთ რა. იმიტომ რომ სხვანაირად რა ვიცი ესეთი პირი არ უჩანს. საერთოდ გასაგებია რომ პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება, რეალობის ხელოვნება, მაგრამ ესე არის და ჩვენ უნდა ვუყუროთ იმ ხალხს, ვინც არის თქვათ ოპოზიციაში. მოდი ვთქვათ ესე ადამიანები, რომლებიც არიან ოპოზიციაში. ნუ ცხადია რომ ჩვენს გარშემო არიან ბევრი რომლებიც არიან ამ ხელისუფლებასთან ოპოზიციაში, მაგრამ აქ უნდა ვიყოთ განსხვავება უნდა ვნახოთ, თქვათ ზოგი არის თქვათ ისეთი ხალხი, რომელსაც მიაჩნია რომ კი ბატონო მე კი წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ფაქტია რომ უმრავლესობა ხმამისცა ქართულ ოცნებას, თქვათ და ამიტომ მე ამას ვიღებ, ხო?
ერთ-ერთი მიზეზი რატო არის, რომ რა ვიცი, რიცხვები რო დავდოთ ახლა თბილისში რამდენმა მისცა ოპოზიციურ პარტიას, თქვათ, იმ 4 ოპოზიციურ პარტიას ეს რიცხვი რო დავდოთ და ის რიცხვი, რომელიც გამოდის აქტიურად დემონსტრაციაზე, ჩვენ ნახავთ, რომ 1%-იც არ გამოდის, ხო? კი. ეს რატო? იმიტომ კი არა, რომ თქვათ ხელისუფლების მომხრეები გახდნენ უცბად. არამედ იმიტომ, რომ მათ არ მიაჩნიათ, რომ რაღაცნაირად ისეთი უსამართლობაა და ისეთი ის არის. ანუ არის ხალხი, რომელიც ამბობენ, რომ კი ბატონო, მე სხვა პარტიას მივეცი, მაგრამ ვიღებ რეალობას. ესეც თქვათ დემოკრატიული პროცესია, ხო? აი ამ საჭიროა ესეთი რეალურად გამოდის, რომ ოპოზიციას საკუთარი ამორჩეველი ჯობნის პოლიტიკურ ამორჩეველი, მაგრამ ეს ამორჩეველი არ არის ისეთი ამორჩეველი, რომელიც მზად არის, რომ თქვათ ხო, ანუ იმ რაც იყო 2003 წელს. კაი რაღაცა თქო ლევან 2003 წელს. უცდის არჩევნებს. უცდის არის, აი 2003 წელს რა ხდება? აი ნახე, ჩემმა მეგობარმა მომიყვა რა. 2003 წელს რო იყო დემონსტრაციები, ელიავას ბაზარი დაიკეტა. და ვინც არ დაკეტა თავის ისინი ცემეს. ანუ იმდენად იყო პროტესტი ხალხში რა მაშინ რა, ეს რეალობა. არ არის ახლა ეგეთი სიტუაცია, ხო, გესმით რა? არ არის ეგეთი სიტუაცია, ეგეთი მდგომარეობა. და ეს ჩანს, ხო? რაც არ უნდა მობილიზაცია გაუკეთო, ხალხი არ გამოდის. არა და ჩვენ ქართველებს გვაქვს ეს უნარი, ხო? რამდენი ხელისუფლება მოვიცილეთ, ასე ვთქვათ, ქუჩიდან. ამ პროცესით. რა, ხო, შეგვიძლია ეს. პრინციპში შეგვიძლია. მაგრამ ეს არ ხდება, ფაქტია. ხო და რა ვიცი, მე ხა მაქვს ძალიან ახლობლებიც და ნათესავებიც არიან, რომლებიც თქვათ სხვანაირად ფიქრობენ და მე სწორედ იმას ვეუბნები, კი ბატონო, შენ ისე იფიქრე, მე ესე ვიფიქრე, მაგრამ ხო შეიძლება რომ ამან არ შეგვიშალოს ხელი. ხო, გავაგრძელოთ ნათესავები. რასაკვირველია, ხო? მესე უნდა იყოს ჩემი აზრით, რა ვიცი. თუმცა ძალიან დიდია, ხო, ანუ მოდი ესე ვთქვათ, მე გეთანხმებით იმაში, რომ საკმაოდ ესე ვთქვათ, პრინციპში საპროტესტო მუხტი ბევრად მცირეა, ვიდრე მხარდამჭერები, ვიდრე ელექტორალური მხარდაჭერა ოპოზიციის, ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი, მაგრამ ამასთან ერთად აი ეს სიმცირე ქმნის გარკვეულ, ასე ვთქვათ, პრობლემებს ქვეყნის შიგნით რაღაც ხმაურს, ამ ხმაურს გარედან აქ მხარდაჭერა. კი, რასაკვირველია. ეს რაღაცა ეს ხმაური რეალურად არის სიმართლედ გასაღებული და როგორც ჩანს ეს აი ეს გასაღებული სიმართლე არ არის მისაღები თავად იმ ოპოზიციური ელექტორატისთვის, იმიტომ რომ ამას ისინიც რო ასეთ სიმართლედ ხედავდნენ, ასეთ პრობლემათ აღიქვამდნენ, ალბათ ისინიც ქუჩაში იდგებოდნენ, ხო? ანუ აქ ამ სიმართლესთან დაკავშირებით შიგნითაც კი ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაშიც კი არ არის თანხმობა. სამაგეროდ ამ ეგრეთ წოდებულ სიმართლეს გარედან სერიოზული მხარდაჭერა აქვს, ხო? ანუ ჩვენ ნახეთ აი ეს თქვათ ჯერ ევრონესტის რეზოლუცია, ახლა ვთქვათ გაფართოების კომისიის დასკვნა, ასე შემდეგ, ანუ რაღაც თითქოს გარედან მიდის მუდმივად ამის წახალისება, რომ აი ეს იყოს სიმართლეც წარმოჩენილი. აი ეს იყოს სიმართლე, რომელსაც თუ დავაკვირდებით ოპოზიციურად და არაოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება არ ეთანხმება, რომ აი ეს არის სიმართლე. ხო? ანუ რაღაც სიმართლის პრობლემაც არის თითქოს ეს. ხო, ყოველ შემთხვევაში ისე იმდენად ის არ ეთანხმებიან, რომ ვთქვათ რაღაც რადიკალური იმაზე გამოვიდნენ. საერთოდ როგორ არის, იცი ახლა ჩვენ რევოლუციაზე არის საუბარი, ხო, რევოლუციაზე. რო წავიკითხოთ ხა ლიტერატურა, სერიოზული ლიტერატურა, რევოლუციას ყოველთვის უმცირესობა აწყობს. ყოველთვის უმცირესობა. ამიტომ ასევე გაჩნდა ეგ არის რევოლუციის აზრი. ხო, უმცირესობა აკეთებს რა, ხო. ხო, ეს არის ევოლუცია თუ. ხო, და უმრავლესობას ხო და არის ესეთი აზრი, რასაც ქვია ჩუმი უმრავლესობა. რომელიც სახში ზის, არაფერი. მე მაგათაც დავდიოდი რა, გერმანიასთან მუშაობდი, ხშირად ვიყავი, ის მაგალითი მომყავს რა, შტუტგარტში ვიყავი ხშირად. სულ იყო კარვები რა. ხალხი აპროტესტებდა, რომ სადგური უნდა აეშენებინა რაღაცა 4 მილიარდი, მაშინ საქართველოს 2 ბიუჯეტი იყო, უნდა დაეხარჯათ უშველებელი, რომ სადგური სკრინინგზის სადგური გადაეკეთებიათ. ხალხი იყო წინააღმდეგი. და მთავრობა ამბობდა, ქალაქის მთავრობა, რომ მოვაწყოთ ისა პლებისციტი. პლებისციტი აჩვენებდა რომ უმრავლესობას უნდოდა ეს და ბოლო-ბოლო აშენდა, ხო? ანუ ის უმცირესობა ბევრს ხმაურობს, მაგრამ რეალობად შენ თუ დემოკრატიული პრინციპი თუ გაქვს, ხო? შენ უნდა უმრავლესობას კითხო. ამიტომ არის მთავარი ფოკუსი არჩევნებზე.
არჩევნები არის მთავარი ფოკუსი. რატომ? იმიტომ არჩევნების დროს ხელისუფლება უკვე ლეგიტიმაციას თავდება, ძველი ლეგიტიმაცია უნდა დაიწყოს ახალი ლეგიტიმაცია და აი იქ არის სწორედ დარტყმა, რომ რა დარტყმა, რომ გაყალბდა. ხო, ეს მოხდა 2003 წელს. ეს მოხდა 2012-შიც, თქვათ, ჩემი აზრით, ხელისუფლებამ უკან დაიხია, იმიტომ რომ ცხადი იყო ყველასთვის, ვინ მოიგო, რა? ამიტომ არის სწორედ ამაზე არის, ასე ვთქვათ, ესეთი ფოკუსი და დარტყმა. არჩევნების პერიოდი. ასე იყო მილოშევიჩი ესე გადააგდეს და ასე. კარგი თემა არჩევნების საკითხი, ანუ არჩევნების დელეგიტიმაცია, იმიტომ რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს ის ოპოზიცია, რომელსაც დღემდე ვიცნობთ, ესე ვთქვათ, რა, ვერ ახერხებს არჩევნების საშუალებით ძალაუფლების დაბრუნებას, შესაბამისად არჩევნები აღარ არის ლეგიტიმური საშუალება ძალაუფლების განაწილების, ასე ვთქვათ, და რაღაცა სხვა უნდა მოვიფიქროთ, რაღაცა მშვიდობიან დამხობა, ან რაღაც ეგეთი ფორმა. ხო, და აქაც თქვენ რაც თქვით. წინა არჩევნებზე დასავლეთის ქვეყნები აღიარებდნენ და ეხლა უფრო გართულდა ეგ პროცესი. ხო, საინტერესო იყო ევრონესტის რეზოლუცია მაგ თვალსაჩინო, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ არჩევნები გაყალბდა. ხო. ეგეთი რამე ადრე არ ყოფილა. ხო, 2024 წლის ხა ეს ევრონესტი მართალია ხრამე განსაკუთრებულ ინსტიტუციას ევროპის შიგნით არ წარმოადგენს, მაგრამ ერთ-ერთი ინსტრუმენტია, ერთ-ერთი ინსტიტუცია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობასთან თანამშრომლობის ფარგლებში არის შექმნილი, ხო? მაგრამ მთლიანობაში არჩევნები აღარ წარმოჩნდება გარკვეული ადამიანებისთვის, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფისთვის იმ ინსტრუმენტად, რომ ძალაუფლება დაიბრუნონ და მეტიც, ჩვენ ამ არჩევნებზე, ხა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ვნახეთ, რომ რაღაცა ნაწილი, აი სწორედ იმ ამომრჩევლისა, რომელიც აი ამათ უჭერდა მხარს წინა არჩევნებს, არ მივიდა უბრალოდ არჩევნებზე, ხო? აი ზუსტად ის რაოდენობა ჩანდა, რომ არჩევნებზე მოწოდებაც ეგეთი არის, ხო? ხო, არ უნდა მისულიყო, კი ბატონო. და რას ერთის მხრივ პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიცია თავს ინადგურებს თვითონ, როდესაც პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე უარს ამბობს, მეორეს მხრივ ხელისუფლება აუქმებს მას რაღაცა საკონსტიტუციო, ასე ვთქვათ, ინიციატივით, საკონსტიტუციო სარჩელით უფრო სწორედ. და მესამე მხრივ ესენიც არაპირებენ დაბრუნებას ამ პოლიტიკურ ველში და სხვა გზა აქვთ არჩეული, ხო? რაში ვართ ახლა, რა გამოვიდა აქედან? ანუ ყველა მხრივ ესკალაცია. ხო, ანუ რადიკალიზაცია არის არჩევანი, ესე ვთქვათ, ამ მოცემულობაში. არჩევნები, კაი თქვი და სხვათა შორის ამას ჩვენ ამ თემას შეიძლება იყოს ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, არა მხოლოდ პოლიტიკური, სოფხელობრივად. იმიტომ რომ არჩევნები მაინც ესე 19 საუკუნიდან, 18-19-დან დაგვიწყდა და ეს იყო ძალიან აი დემოკრატიის გაგების გაგრძელება იყო, რომ მართალია საუკეთესო შეიძლება არ არის, მაგრამ ყველაზე კარგია არსებულ მოწყობებს შორის, ადამიანებს შორის ყველაზე მეტ სტაბილურობას იწვევს. მით უმეტეს იმ ადამიანებში, სადაც წიგნიერება მოიმატა. ამას რატო გულისხმობ? არა იმიტომ რომ ვინმე დავამცრო ხლა. იქ სადაც მაგალითად ძველ ეგვიპტეში ცოტა მიცოდა და მარტო ქურუბება კითხვა, იქ არც იყო დემოკრატიის აუცილებლობა, იმიტომ რომ სტაბილურობას ინარჩუნებდა. მაგრამ იქ სადაც უკვე ბევრი წიგნიერება არის, პირობითად ბევრი სხვადასხვა აზრია, რაღაცა გჭირდება, აი თქვათ როცა ორივეს ვიტყვენ იდეები არ გვასვენებს, პირობითად ლევან ჩემი მეგობარია, რაღაცა წესებზე უნდა შევთანხმდეთ. მაგალითად რაღაცა ესე რომ გონია და მე ესე მგონია იმ ორი ჯელტვენივით მოვიქცევით თუ დუელში გამოვიწევთ ერთმანეთს. აი ეს არის მთელი პოლიტიკური ფილოსოფია, რო ვილაპარაკოთ. ამიტომ ადამიანებმა რაღაცნაირად ესეკდეს ეს თავისთავად სამართლიანობას არ გულისხმობდა, ხა დემოკრატია ათენში იყო, აბა რო ისეთი უნდა რო იყოს, მაგრამ მონები წყავდა ჩვეულებრივად და კიდეც იტაცებდნენ და ჩვეულებრივად იყო, მაგრამ შიგნით რაღაც გარკვეული ადამიანები მოკლედ ასე ამობდნენ არჩევნებს. ჩვენთან ეს არჩევნები ბოლშევიკების ის გახსოვთ კომუნისტების ისეთი ამბობდნენ, რომ ეს ბურჟუაზიული გამოგონილი მასკარადი, ამას ეს უყურებდნენ და ამას არაფერი არ აქვს საერთო ხალხის დებას. ამას არც მალავდნენ. თვითონაც ხო ქონდათ არჩევნები. ხო, მაგრამ ისეთი აი ეს კლასიკური არჩევნები, რომ მე და შენ შეგვიძლია წავიდეთ და იქ ხმა ჩავაგდოთ, აბა რამე გადასყვიტოს, ეს ესე ვთქვათ, ესე არა. მაგრამ ეხლა ჩვენ უყურებთ არა მარტო საქართველოში. აი ახლა ჩვენ ვამბობთ
არჩევნები რაღაცა ისეთი წმინდა რაღაცა იყო, რომ აი არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს და აქ უნდა ყველა გავჩერდეთ. აი საჯმა დაუსტვინა და ეგეთი სიტუაცია და 4 წელი ვითმენთ და აი ეგეთი სიტუაცია. თავარია რომ ჩვენ ეს გვინდა და აქ გვესმოდა იმ სიტყვისა ერთ-ერთი ამბავი იყო დემოკრატიას ასაცოთ. ხო დემოკრატიას უმრავალ ძალიან ბევრი მნიშვნელობით ესე ვთქვათ ხმარობდით, ხო? აი უზენაესი ჭეშმარიტების, სამართლიანობის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ეს იყო. აი დღეს თვითონ სოფლიოში შეერაღდა თვითონ არჩევნები რო არა აქამდე ითვლებოდა რომ არჩევნები არის ყველაზე უფრო სწორი გამოსავალი და ეხლა სოფლიოში ჯერ კიდევ კი ამობენ რომ არჩევნები გაყალბდა თუმცა სოფლიოში რასაც უყურებ ტენდენციებს და იმ სივრცეში სადაც არჩევნები მთავარი ღირებულება იყო მე არა ვარ ტაილანდის ცოდნება რა ტაილანდი არ არის ცნობილი მაგალითად რომ არჩევნების კულტი ყოფილიყო და არ ჩინეთი და არა მარტო კომუნისტური, აი თავის კონფუციალურობით ეს არ არის ხო? არჩევნები მათთვის ეს არ. ევროპაში ხდება თვითონ ამისი და ამერიკაში ცოტა შორის, რომ არჩევნები კი არ არის მთავარი, არამედ არის ის ჭეშმარიტება, რომელსაც უნდა დაექვემდებაროს არჩევნები. აი მაგალითად მე ქვეყანაში ვარ ნაყვაი რუმინეთში არა ვარ ნაყვაი და არა ვარ ჩახედული მის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ უყურებდი ესე რომ გაუქმდა არჩევნების შედეგები და გაუქმდა მიზეზი იყო ჩემთვის საინტერესო რომ იმიტომ რომ შედეგები არ ვარ გათქვეს გარედან ქვეყნება რომელთაც კაცფარო თქვას ისეთივე ცოდნა ქონდათ იმ რუმინეთზე რაც მე მექნებოდა ხო და ესე მე შევილი ხო რას ქვია მე არ მომწონს შენი შენ კი ჩაატარე არჩევნები მაგრამ თუ ის შედეგი არ მოხდა მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საერთოდ სოფლიოსთვის სამაგალითო ქვეყანაში გერმანიაში უსმენდი პროცესს როცა ისინი ლაპარაკობდნენ რომ თუ ისეთი არ მოხდა შედეგები ან და უყურებ გამონათქვამს რომ იქ არის სახიფათო შედეგები შეიძლება იმან გაიმარჯოს აღმოჩნდა რომ თავარი არის რომ გაჩნდა ჯგუფები ადამიანის რომელიც აუგენ თავარი არის სიმართლე აი ფილოსოფიური ყო ხოლო ეს სიმართლე მე მაქვს მე ვიცი რა უნდა იყოს თუ იმ სიმართლეს შენ მარჩევნების შედეგება თუ ჩემ სიმართლეს უპასუხო მაშინ მე ვცნობ და სხვადასხვა ეს მიადგა სიტყვის თავისუფლებას. აი ხშირად არის საუბარი სიტყვის თავისუფლებაზე. მე პირადად უნდა გითხრა, აი მედიაში ტელევიზიაში, თუ პრესია და ზეწოლა, აი საზოგადოებრივი თხრა ტელევიზიაში შემდეგი ვარ. თუ რამეა, სწორედ აქედან არის და ამას განიცდის საზოგადოება მთლიანად, მაგრამ მედიაში კარგად იგრძნობა ესა. პირდაპირ არის ზეწოლა, თუ იმას არ ამბობ. რაც ადამიანებს უნდა ეს არის სასაცილო რა ეს ხელისუფლებას რა არის რა უნდა გიქნას ან ვიღაც ან გინდა ოპოზიცია არა პირდაპირ პრესია და იწყება საშინელი ზეწოლა აი ეს არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო თემა თუ იმას არ ამბობ რაც არის კი ბატონო სიტყვის თავისუფლება უნდა ის თქვი რაც უნდა რაც მე მინდა და ამას მე უყურებ არა მარტო აქ არა მე არ ვარ ამას კრიტიკისთვის ამას უყურებ საზოგადოებრივ მე მithქვია ხოლმე მაგალითად დიდ სამხედრო საიდუმლოებს არ გეტყვი მაგრამ ჩვენ მედიასთან გვაქვს მეგობარი ტელევიზიები კავშირი გვაქვს ურთიერთობა გვაქვს ეხმარებით ერთმანეთს აი პროცესები მიდის აქ და ის რაც იყო რომ აი ჩამოდის ჟურნალისტი და ჩვენთანაც ხმამაღლა რაცა გვია რომ სამბობ და მოდის აი ამბავს გეუბნები და მე მინდა რომ ჩამოვალ 3 დღით მეუბნება ხელმძღვანელი შეიძლება თუ ახლა ეს დიდი მიღებული პრაქტიკა არის და 3 დღიდან თუ შეიძლება დაეხმარო და ინტერვიუები აიღო ზაზე ლაპარაკი მანქანა კამერა როგორც არის ეს მოსული სიტუაცია ოღონდ თუ შეიძლება ჩააწერინეთ მასწავლებელი ან პოლიციელი რომელიც არის საწინააღმდეგო და ჩამოგვიდებები რომ იქნება ხო ესე გინდა და თან არის ფიქრო რომ ახლა აქედან არის რომ გინდა თუ არა ეს სხვა რა ჩავწერ არა კაცო გეხმარები ახლა ტელევიზიებში შორის მოსულ არა იცი რა და ჟურნალისტი ამს არა მე რა დავალებაც მაქვს აი ამან მე რო გითხრა და თან ესეთ ელემენტი ეს არის უკვე დავაგვირი 1 2 3 5 ეს არის უკვე შემზარავი სიტუაცია ნუ რო გავა პირდაპირ რო ვთქვათ ეს არის ჟურნალისტიკა და პროპაგანდა და თუ არა და მოიცა და ანუ პროპაგანდამ ჩაანაცვლა ჟურნალისტი გარკვეული აზრი აი ხო მე ამბავს გეტყვი სულიად თოთო ამბავია
თოთო ამბავია ბატონო გიორგი მაც არის ეს. აბა რომელი? მე ბარტო სამერო საბჭოს თავმჯდომარე ვარ ახლა ზეთომ და ვიყავი კულტურის კომიტეტის სხდომაზე. წლიური ანგარიში ხა პარლამენტშიც უნდა წავდგა. და ისეთი რამე ხდება იქ საუბარი მიდის აქეთ არის იქითური რაღაცა, ბუნებრივი რაღაც პოლიტიკურ საკითხებსაც შეეხო, ზუსტად დეტალები არ მახსოვს, მაგრამ ეხლა კიდევ ერთხელ და საიდან წავიკითხე ჩემი სტენოგრამა ჩემო. და იქ თქვი რომ მე წარმოადგენ სამეურვეო საბჭოში ქართულ ოცნებას, თუმცა მე დამოუკიდებელი და არავინ არ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს კანონში წერია. ლევანის ესე ვართ არჩეულები. ამას გულისხმობთ. მე აქედან ვარ, ვიღაცა არის, ვიღაცა რა, ჩემი კოლეგა არის. იმ ნაციონალური მოძრაობიდან, ესე სამეურვეო საბჭოში სახალხო დამცველიდან და აჭარიდან. ესე კანონია. და ეხლა მე დამოუკიდებელი შეიძლება მე მითხრა რომ დამოუკიდებელი რუსი ვარ, დასახრეთი ვარ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს უკვე ჩემი ინტერპრეტაციაა, რომ მე დამოუკიდებელი ვარ, კანონში წერია რომ დამოუკიდებელი უნდა ვიყო, კანონ დამოუკიდებელი რო უნდა ვიყო, ეს ხო შეფასებითი საკითხია. და ამის შესახებ ახლა საინტერესო სიტუაცია მიწერეს ევროპის მაუწყებელთა კავშირს. მე ხარ მომფრო დანოსი, ეს არაერთ გზის არის ეს მიწერეს ევროპის მაუწყებელთა კავშირს. ევროპის მაუწყებელთა კავშირი არის საზოგადოებრივი მაუწყებლობის გაერთიანება ევროპაში. მიექცე ყურადღება ხა რატო ვაფამდო. და იქ შელობენ ახლა მაგრამ რა არის ეს საინტერესო რატო მიწერეს რომ აი შეგხვდა მე ვთქვი ის რაც არის და ვთქვი რაღაც ესე მიმაჩნია და აქედან მიწერეს რომ დასაჯეთო ალბათ ეს არის ხო ჩვენ ხო გავდო მანამდე მანც რამდენჯერმე მიწერეს და ის აქედან მოშვებიან რომ აბა იქნება სანქციები ადეთ იქნება სანქციები იმიტომ კი არ მოგეშინია თუ არა იქნება სხვებს შეეშინდეთ აი ნახე ეს აქცირებულია აგერ იქ სანქციებს უგებობ ეს ის ჯელტვენერი რო თქვი ეს არის აუგერო მოდი შეგეჩინდეს აი და არის ლაპარაკო მოდი თუ ძალიან გაჩუმდი როცა ამბავი იქნება აი როდესაც ვიტყვით რო ესეთი სიტუაცია რაღაცა ხდება შეყოლთვის იცოდე რომ იცოდე შეგაშინებთ და შეგაშინებთ არა მარტო შინიდან არადან გარედან ახლა მედია საზოგადოებრივი აზრით მიმართ სენსიტიური ადამიანები არიან მათ პირდაპირ ემუქრებიან ხა პირდაპირ გითხრა რომ იცი შენ აი თუ ესე იქნება ესენი წავლე და შენ სამუშაოს ვეღარ იშოვე აი უცხოეთში ეგეთი თემა არის ეს ყველაფერი არის იმღირებულებას ვოლტერი რო ამბობდა ხო ვოლტერი ეწერება შეძლებთ რომ მე ყველაფერი არ გეთახმები მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ რომ შენი აზრი გათქმევინო მე უნდა ახლა გითხრა რომ პირიქით არა ყველაფერს გათქმევინო და დაგახრჩობ შენ როდესაც მე მაგალითად ესე მგონია რაღაცა არა აქვს მნიშვნელობა არა აქვს მნიშვნელობა და მე შენ გეუბნები რომ რუსი ხარ მე ვიცი ჩემი დამოკიდებულება და შენიც ვიცი და ამაზე არ გავაკეთე ეს მიმართება და სულურული და ფაშისტური და რაღაცა მაგრამ ნუ ისეთ რაღაცას გეუბნები რომ ის იქითაც არის შეკვდილი დასჯა ხო ესე არის ბაბოჩები და ხალხის მტრად გამოაცხადეს და მე ნუ დახვრიტეს ხო როგორც არის ეს ტრადიციული ამბავი იყო მაშინ ახლა რუს ვერ იტყოდი ხო და ანუ უნდა გეთქვა თავადი ახლა თავადი არისო ახლა მიღებიციანი და ან ინგლისის ხო ან ინგლისური და ხალხის მტერი და ვენახის აბჭეხავი სხვა შეს ეს წერია ბაბუაჩების განაცეში იქ 24 საჯანყება და ვენახის აჩეხვა ხო აი როგორი ისეთი ზუსტი გასაზრება თუ გინდა რომ ადამიანი მოკვეთო ახლა ეს არის ხო აი ჩვენ და აი შე რუსო დამას გვეუბნებიან ეს სიტყვული სიტყვა აი შედგებაზე არის ამის უკან ეს არის საზოგადოებრივი აზრი კედელთან თავის ფიქრში და თავის ჩემი ხელიდან ხურობა რო შემოვიტანო ჩემი ხელიდან გვტარი ხარ რო მისი ხელიდან უკვე გვტარი ხარ გარდა იმისა რომ გლობალურად ხდება ეს ამბავი ეს ხო და ეხლა რაც იმას რომ დაუბრუნდი ეს სოფლიოშიც ეგეთი სიტუაცია არის აი მე უყურე დამოკიდებულებას აი იმ მოდელის მიმართ რომელიც ვამოდი ამერიკაში რომელიც თვითონვე ძალიან ეჭვს ქვეშ დააყენეს და შეირყა
მაგალითად შეირყა არჩევნების შედეგებისადმი რწმენა, თვითონვე ეს ისე მოვედით აქამდე რომ ეს უბრალოდ არ ხდებოდა. იქ ამბავია მე აღმოჩნდა რომ შეიძლება რომ ხალხს თქვათ ამომრჩეველს ესე ეგონოს, მაგრამ შენ მანიპულაციები ჩაატარო და მაინც ესე იყოს 12 ჯერ დაშალოდეს. და ეხლა მაგალითად შენ გამოდის ადამიანი ამბობს რომ იცი რა შენთან არჩევნები გაყავდა და გაყავდა და მორჩა, იმიტომ რომ მეკითხარი და არა გაქვს ადგილი როგორ უნდა დამტკიცდეს მაგალითად. და ეს საფრთხე იცი რაშია? იმიტომ კი არა რომ ეს გაყავდა და ის მოვა. ანუ გედომინე შენთან არჩევნები არ უნდა ჩატარდეს, ის უნდა იყოს მხოლოდ მაშინ ვცნობ ამას, ვინც მოვა. აი 4 ოქტომბერი თუ ის მოვა ვინც მე მინდა. 4 ოქტომბერი ამას შეათამებენ და აი მეორებენ, აი სხვათაშორის აზრის თავისუფლების ამბავში ვამბობ. ეს ჟურნალისტები აყვნენ ამაზე გეგმა რატო არ იყო გეგმა. შვენიერი გეგმა იყო. 4 ოქტომბერს ნახე, უნდა ავიღოთ პრეზიდენტის სასახლე. ამ გეგმით მოხდა ბასტილიის აღებაც და საფრანგეთის რევოლუციაც და ზამთრის რევოლუციაც და ყველა აბებეტერად გეგმა უნდა ყოფილიყო, უნდა აიღოს სასახლე. ახლა პრეზიდენტის ახლა შვებია რომ მნიშვნელობა არ აქვს. როგორ არა პრეზიდენტს როგორ არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია თუ ის არის გაერთიანებული იყო სწორედ პრეზიდენტის ირგული ყოფილი პრეზიდენტის ირგული იყო გაერთიანებული მას შემდეგ რაც კიდე რამის დღემდეა და ამბობდნენ რომ მე რა რო ვადა გაუვიდა მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმურიო და ახლა ის თუ ბუნებრივია და მეორეს ყოველგვარის გარეშე იყო რომ აი ჩვენ ამას ავიღებთ და ეს იქნება სწორი და ამას ვცნობთ ხო ეს არის და ფაქტობრივად იქ შეთხოვეთი არ იყო სანდუსაც ესე ვთქვათ ცოტა იჩქარა და გაეპარა ეს ამის მოლოცვასავით იყო ხო მაია სანდუსი და თუ ცნობდნენ აბა მეტი რა არის და იქნებოდა მაშინ სწორია ეგეთი თემა არის რომ ეგეთი ხო და ეს თვითონ იწვევს გადასვლას რომ შემდეგ არის ეს დემოკრატია და არჩევნებით კი არ გადაწყდება საკითხი არამედ გადაწყვეტს ძალა სადაც ძალა არის იქ არის სიმართლე. აი ეს და სხვადასხვა სოფლიო რატომ და გლობალურად რო თქვა. ეხლა მიდის სოფლიო ყველა მხრიდან, არ შევიდეთ, ყველა ამბობს რომ მე მართალი ვარ, იმიტომ რომ მე მაქვს ძალა. ამას ამბობს ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც დიდი ხანია ასე ცხოვრობს. ხო, რუსეთი. რომ მე მართალი ვარ, იმიტომ რომ მე მაქვს ძალა. მე იმიტომ უნდა ვიყო ვლადივოსტოკიდან ბრესტამდე და დაუსრულებლად, იმიტომ რომ მე მაქვს ძალა. ამას პასუხობს ამერიკა. მე მართალი ვარ, იმიტომ რომ ვარ ძალა. და შენ გეუბნებიან მიგელევან როცხედვარ გიორგი, თქვენ იმდენი გაქვთ სიმართლე, რამდენიც გაქვთ ძალა. და ამიტომ ახლა ბუნებრივი გეუბნებათ. ამიტომ გეუბნებიან ახლა ისინი უთხება რომ შენ საქართველოს რო ხარ, როგორ ლაპარაკობ, როგორ შეიძლება შენ რო ქართველი ხარ? მე რა რო რაღაც მუშაობ და შენ მე რო გამოვედი და ევროპარლამენტარი რო ვარ. მე ქერუბიმი ვარ და შენ ხარ რაღაცა პატარა ლილიპუტი აქადა. მე როგორ თავარანგელოზი ვარ და შენ როგორ მივე. აი ეს ასე გადადის. ესე დემოკრატია, ის რეჟიმი არ მუშაობს. ხო? პლატონს ის არ მოწონდა ის დემოკრატია რა იყო და ამას ახლა როგორ შეხედავდა? ეს ახლა არის ფსევდოდემოკრატიაც არ არის, ეს არის რაღაც პროფანაცია, ხო? წინასწარ მეუბნები რომ მე არაფერი არა ვარ. და სხვაშორის ეს როგორ მკვიდრდება, ნახეთ, კონსტანტინე გამსახურდიას აქვს, ჩვენ რაც კარგი გვაქვს ბერძნული დავარქვითო იმეებსო. ყველაფერი ნახეთ ჩვენთანაც როგორ არის, ნახე. აი მაგალითად ერთმანეთშიც კი როგორ იმან თქვა, ხედავ შენ, მორჩა კაცო, ევროპარლამენტ. მე მithქვია ხოლმე არა იმიტომ რომ დავამცირო, რა და ევროპარლამენტურს ეს უნდა გავიმეოროთ, ვატყობ რომ პირდაპირ მნიშვნელობით იმ ქვეყნის ადამიანებს თავის ქვეყნის ლიტერატურა არ აქვს წაკითხული. აი არ იგზნობა არსად რომ თან დიდი ლიტერატურები აქვს ქვეყნის არ დავაცესებ. დიდი ლიტერატურები რომელმაც კაცობრიობა გაზარდეს და რომ ვიძახით რომ ევროპა გვინდა და იმიტომ გვინდა ხო და თვითონ აი ესეც არ აქვს წაკითხული, მაგრამ უკვე საკმარისია რომ რატო? იმიტომ რომ ძალა აქვს. იმიტომ რომ ამას არეში, ესე იგი აქ უნდა ცხოვრებას როგორ ამკვიდრებენ? ამას არეშნიკი აქვს, უნდა დაუჯეროთ. იმას აქვს სკვარეშნიკი, იმას უნდა დაუჯეროთ, იმას ტომაგავკი აქვს, იმას შვილდისარი აქვს, იმას რაღაცა აქვს და ეგ არის ასე მიდის სოფლიო. ეხლა თქვენ იტყვით რომ სოფლიოს ასე იყო.
ყოველ შემთხვევაში ის ასურეთის მეფე რო იყო, არი პრანჭებოდა მაინც არის ამობდა რომ შევიჭერი კოლხეთშივე ამდენი 1000 ხარი წავიღო და ის წავიყვანეო და არი პრანჭებოდა გერმანს. ეგ სწორედ არის ცივილიზაციამდე არსებული სიტუაცია, რომ ვისი ძალაც არის, იმისია ყველაფერი, ხო? არა და უნდა იყოს პირიქით, ანუ ვისიც არის სიმართლე, იმისი უნდა იყოს ძალა. ეხლა მე რა გამახსენდა, იცი, აი, არ აქცევენ ხოლმე ამას ყურადღებას. მეორე მსოფლიო ომი რომ დამთავრდა ამერიკულ ავიამზიდზე და მაკარტურმა წარმოთქვა სიტყვა. რომელიც არის 1 წუთი. ჩვენ ხო მიჩვეული ვართ საათნახევრიან. თქვა ესეთი რაღაცა, რომ მე არ ვისაუბრებ ეხლა იდეოლოგიაზე და ვინ იყო მართალი. ამაზე პასუხი გაეცა ბრძოლის ველზე უკვე. ანუ, ნახე რა აზრია, ჩვენ გავიმარჯვეთ, იმიტომ რომ სიმართლე, თავისუფლება იყო ჩვენ მხარეზე და ამიტომ გავიმარჯვეთ. და იმიტომ კი არა და პირიქით კი არა, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და ამიტომ მართლები ვართ. ხო, და ამიტომ აბსოლუტურად ამაში გეთანხმები, პირიქით უნდა იყოს, შენ უნდა იყო მართალი და აქედან უნდა იყოს მომდინარეობდეს შენი ძალა. ეხლა რაც გვიცი, შეიძლება პოლიტიკოსები არა, მაგრამ ფილოსოფიური აზრი თუ სოფხელბურული აზრი და ეს ადამიანები აქეთკე უნდა მიდიოდნენ, ეს არ უნდა მიყვებოდნენ პოლიტიკოსებს და აი ეს არის რომ ეს ადამიანები დღეს აი რასაც უყურებთ, აი აქტიური, აი ვინც აი ამ სფეროში ვინც არიან, ხო? აი ამას გაყვნენ მთლიანად და ამობენ რომ ხო ეს არის რა, აი რასაც ჩვენ უყურებთ. იცით როგორ არის, აი რეიგანმა თქვა ხა ზუსტი ციტატა არ მახსოვს რომ აი თავისუფლებასა და დიქტატურას შორის ყოველთვის ერთი ნაბიჯია. ანუ შენ ვერანაირად ვერ გააკეთებ ისეთ წყობას, რომელიც ავტომატზე იმუშავებს რა. შენ ყოველთვის გჭირდება ძალისხმევა იმისთვის, რომ აი ეს რასაც ქვია თავისუფლება და დემოკრატია კარგი გაგებით, ხო? და ჩვენ ამას სწორედ ამერიკაში ვხედავთ, ხო? ლამისა რაღაცა დიქტატურა დამყარდა, ხო? ეხლა რა გამახსენდა ეხლა ვასკო შენ სიტყვებზე. აი აქ შეიძლება რომ მათ მოყავდეთ ეს არგუმენტი, თუმცა მე არ ვეთანხმები ეს ამ არგუმენტს რომ მართებულად მოყავთ. აი კარლ პოპერი რო იყო თქვა ცნობილი ფილოსოფოსი, იმას აქვს ესეთი რაღაცა წარე გამოცდილება რაც იყო ნაცისტური გერმანია და კიდე ფაშისტური ქვეყნები. მან თქვა ესეთი რაღაცა რომ დემოკრატიას უნდა შეეძლოს თავის დაცვა დემოკრატიის მტრებისაგან. ნუ სხვანაირად ესე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვერ მივცემთ თავისუფლების მტრებს. ანუ გარკვეული ზღუდე, ეხლა მე ვამბობ როგორ არის თეორიაში, ხა მე ვეთანხმები თუ არა, ეგ სხვა საკითხია. გარკვეული ზღუდე უნდა იყოს და თუ რაღაცა ამ ზღუდის იქით რაღაცა გადის, იმასთან ხა საჭიროა უკვე რაღაც სხვა ზომები, ხო, თქვათ. ამიტომ გერმანიის კონსტიტუციაში ეს სხვა ჩადებულია, რომ რაღაცა იმის მერე პარტია იგრძალება. ანუ გერმანიაში უფრო ადვილია პარტიის აკრძალვა ვიდრე სხვაგან. მაგრამ რასაკვირველია ის რაც მოხდა მოლდოვაში და რუმინეთში ეს ასე ვთქვათ ამისი რასაკვირველია ბოროტად გამოყენება ამ პრინციპის. მან ხო შემოდის TikTok-ში იყო რუსეთი თურმე ფულს აძლევდა TikTok-ის იმას ხო და ამაზე უცბად ესე იგი სასამართლომ გააუქმა არჩევნები ხო. და ანუ მთელი ამბავი ხო ის არის ვინ ადგენს საბოლოო ჯამში რა ემუქრება დემოკრატიას. ვინც ემარჯვებს. არა, ნახე, აქ ხო გამარჯვებულებზე არ არის საქმე, ანუ პრობლემა რაში მდგომარეობს თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციაზე ვლაპარაკობთ ეს, ამიტომ რომ როდესაც დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, როდესაც იდეების დაპირისპირებაზე ვსაუბრობთ, რომელიც არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს, ანუ ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ამ წუთას. რომ არჩევნები არის ინსტრუმენტი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს იდეურად დაპირისპირებულ მხარეებს შორის როგორ გადანაწილდება ძალაუფლება. პირობითად, ხო? და ამსეთი მოდელები ახლა არადასავლურ ცივილიზაციებში არ გვხდება. არჩევნების საშუალებით გადაწყვეტილება იმაში, რომ რა იდეები იქნება, ხო? ანუ შეიძლება ჩინეთის კომპარტიაში არჩევნები ტარდება, მაგრამ იქ არ ირჩევენ კომუნისტური იდეოლოგია უნდა იყოს თუ ისა რა ქვია მაგას, კაპიტალიზმი უნდა იყოს თუ რა უნდა იყოს, ხო? იქ ირჩევენ, თქვათ, რომ ვინ უნდა იყოს წარდგენილი აი იმიდან რა ქვია, პოლიტბიუროდან ვინ უნდა გახდეს ლიდერი. ეს შეიძლება აირჩიონ. ამ იდეოლოგიას ვინ უნდა გაუძღვეს, ხო? ანუ მაგრამ აქეთკენ რადგან საუბრობთ იმაზე, რომ რა იდეებს შორის რომელ იდეას დაუჭერს ხალხი მხარს, ჩვენ საუბრობთ დასავლურ ცივილიზაციაზე და დასავლურ ცივილიზაციაში პრობლემა სწორედ ის დადგა, რომ როგორც კი თანამედროვე დღევანდელ დომინანტურ იდეას
პოსტსაბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ განსაკუთრებულ დომინანტურ იდეას დაემუქრა საფრთხე იმისა, რომ ძალაუფლება შეიძლება დაკარგოს და ეს ძალაუფლება შეიძლება დაკარგოს არა იმიტომ, რომ ვინმე ძალით მოდის და ართმევს მას, არამედ იმიტომ, რომ მის მიმართ გაუცხოება მოხდა საზოგადოების შიგნით, ხო, ანუ საზოგადოებები გაუცხოდნენ ამ იდეის მიმართ. მან ეგრევე დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ეს არის ეს ერთადერთი ჭეშმარიტი იდეა და ამ ერთადერთი ჭეშმარიტი იდეის სახელით უნდა შევზღუდოთ ადამიანების თავისუფალი არჩევანი, ხო? ხო, ეს იმდენად ჭეშმარიტია, რომ მაგის გამო ერთი აქ ორი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ ერთი არის, რომ აი ვთქვათ, თუ ჩვენ ავიღებთ ამ სტაბილური დასავლეთში როცა იყო სტაბილური დემოკრატია, რასაკვირველია სხვადასხვა პარტიები იყო, მაგრამ მეტნაკლებად რაღაცაზე ხო თანხმდებოდნენ არა მაგას. კი. ანუ ვთქვათ, ერთი კონსტიტუცია ერთია, თამაშის წესები გვაქვს. თამაშის წესები და გარკვეული ესეთი შეზღუდვები, გარკვეული ის იყო, ხო, ვთქვათ. და მეორე, რაც მინდა რომ ვთქვა, რომ აი არის ესეთი მოსაზრება, რომ დემოკრატია არის ფაქტობრივად სამოქალაქო ომი. რომელიც შენ გადაყავს ცივ-ომის იმაში. პირობებში. ანუ ჩვენ რო არ დავკლავთ ერთმანეთი და არ დავყვეთ და დისკუსიაში კიდევ უფრო კარგი. ხო, მაგრამ მაინც პარლამენტს ქმნის სადაც ლაპარაკობ. ხო, მაინც გარკვეული აზრით მაინც ომია, პოლემიკაა და რაღაცნაირად აი არხებია, რომ მოხდეს რაღაც აი ამ იმის და მე მივდივარ ჩვენ და ვეკითხებით ხალხს. პარლამენტთან მივაქვს, პარლამენტში შეიძლება იყოს. და მეორე რაც მინდოდა ვასიკო მეთქვა, რომ აი ჩვენ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, დაიწყებული მე-19 საუკუნის დასაწყისიდან რა პროცესი მიდის, ვინ არის ამომრჩეველი. ნახე, დღეს ჩვენ გვაქვს საყოველთაო საარჩევნო უფლება, ხო? ეს არ იყო ადრე. არისო. ვის ქონდა ამორჩევის უფლება? ქონდა ოჯახის თავს. თანაც მას გარკვეული ცენზი უნდა ქონოდა, ხო? ისიც არა ყველას. არა ყველას. ეხლა მე არ მომფეხა რომ ის ჯობი ამას. ეხლა უკან ვეღარ დავბრუნდებით, ეგ მაგაზე არც არის ლაპარაკი, ეხლა ზოგიერთი კი ამბობს რომ, მაგრამ ეხლა ნახე როგორ არის, გამოდის რომ პოპულისტს აქვს, ეს ჯერ კი პლატონიც კი წერდა, მაგრამ ეხლა სულთად წინ წამოვიდეს, რომ პოპულისტს აქვს ძალიან დიდი ისა. მე შენ მოგცემ იმას, მემარცხენეობა რა. დაგირიგებთ ამ იმას, დიდარს წავართვე ვღარებს მივცემ და ეს უშველებელი მასა მას აძლევს ხმას. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა რა, ძალიან დიდი პრობლემაა ესა და საერთოდ უამრავი პრობლემებია და ხო, მაგრამ აიგეც ნახე პოპულიზმი, როცა ჩვენ ვარყოფით უყურო ეს ამის თანამდები ნაწილი იყო ყოველთვის მაშინაც აი პლატონს ამიტომ არ მოწონდა პოპულიზმის გამო, თუმცა იქ თითო ოჯახი იყო, მაგრამ იქაც საბოლოო ჯამში მათემატიკური ამბავია, თუ იგივე რაოდენობაში შეიძლება რომ ოჯახის თავებს მომხიბლავ, ხო, ბოლო-ბოლო ვთქვათ რა მნიშვნელობა მოვისყიდი, ანუ მოვატყუებ ან რაღაცა ეს ახლავს, მაგრამ ეს ამ მოცემულობით, მოტყუებით ეს რო შეიძლება მაინც ჯერჯერობით კაცობრიობამ ჯერჯერობით 60 თუ ისე არ ვამობ, მაინც ჩათვალო რომ მაინც უკეთესია ვიდრე რამ. თუცა აგერ ახლა უყურებთ ამ მოდელებს და ძალიან ბევრი ადამიანი და კითხულობთ და ამაშობთ რომ ეგრე მარტივად არ ამობენ. აი ამობენ რომ თუ ამას გადავხედავთო მე აქამდე იყო რომ საბაზრო ეკონომიკა და ფული განსაზღვრავდა ერთ-ერთი საბოლოო საზომი რა იყო და ხედა ესე ჩვენ თამკვიდრდებოდა ჩვენ თავკვიდრდებოდა რომ იმიტომ კი არა რომ ჩვენ ან ცუდი ვართ ან რაღაცა ჩვენ გვიან ჩავერთეთ ამ პროცესში და უსმენდით და რატო იყო ის კარგი იმიტომ რომ საბაზრო ეკონომიკა იმიტომ რომ ბევრი ფული აქვს და კეთილდღეობა არის და სადაც ეს არ არის საბაზრო ეკონომიკა ის შიმშილით კვდება და აი ესე იგი ეს ეკონომიკა ძალიან ამყარებდა იმ არგუმენტს რომ აი რა მაგარია დემოკრატია არის საბაზრო ეკონომიკა და კარგი ეხლა ამბავს ხედავთ რომ იწყება გაორება სოფლიოში ამბობენ რომ აგერ ჩინეთი და ის ქვეყნები წამოვიდა რომელიც სხვა მოდელით მოდიოდა მოკლედ ის მოდელი იყო სიღარიბესთან ასოცირებული ეხლა აღმოჩნდა რომ არც ესე მარტივად არ არის ეხლა დანარჩენი მე პირადად საქართველოში არა ვარ ამ მოდელების
ესე ვთქვათ მზად, იმიტომ რომ ეს ისე დაგვატყდა ჩვენ თავს, რომ საბაზრო ეკონომიკა რა არის, აგერ თანდათან ისე ვიგებდით ხო, იმიტომ რომ ჩვენ პირა ადამიანებმა ნახეს, ეს იყო ძარცვა და რა გინა პრიხვატიზაცია და გინა ის ხო რა ნახეს პირველ ეტაპზე და ეხლა იწყება. ჩვენთან ეხლა ის არა, ჩვენ ხო ვერ ვნახეთ. ეხლა ჩვენ რასაც დიკენსთან ვკითხულობდა, ინგლისში რაც იყო და სხვათა შორის აი მარქსმა რაც ვერ გათვალა. მარქსი რას ამბობდა, რომ კარგი კაპიტალისტი შეუძლებელია, იმიტომ რომ შენ თუ კარგი კაპიტალისტი ხარ, შენ გაკოტრდები, იმიტომ რომ შენ დაიწყებ 8 საათს ამუშავებს, შემუშავებს და ის კიდე 14 საათს ამუშავებს. მაგრამ რა იყო გათვალისწინებული, თვითონ საზოგადოება შეიძლება მიიღოს გარკვეული შეზღუდვები, საზოგადოება, ამიტომ ჩვენ მივიღეთ სოციალურად ორიენტირებული კაპიტალიზმი, ხო? ანუ ეხლა მე გერმანიაში ცხოვრობდი 6 წელი და ფაქტობრივად სოციალიზმთან ახლოა, ხო? ანუ გადანაწილება და ასე შემდეგ. ამიტომ კაპიტალიზმი თანამედროვე არ არის ეხლა სიღატაკესთან და სიღარიბესთან დაკავშირებული არ არის. სოციალურად ორიენტირებული. არა, მაგას გეუბნები რომ ეს თუ ამას ამყარებდა. ჩვენ გავიარეთ ეხლა ეს 90-იან წლებში. ასე იყო რომ აი ჩვენ რომ ვიზდებოდით ახლა შენ ნაუცროსი ხარ, მაგრამ ესე იყო რომ მაგალითად ესე იყო რომ ჩინეთი იყო სიღარიბის სიმბოლო. ახლა ესე იყო თუ არ იყო მე რომ ვიგებდი შენ ვიგაგიშვები და ეს იყო არა იყო რასაც გვაჩვენებდნენ პროპაგანდა თუ არ იმიტომ რომ ჩინეთში ხა მაშინ უფრო კაპიტალისტურში უფრო წავიდოდა ვინმე ვიდრე ჩინეთში მაგრამ ნუ იყო რომ იქ ბრინჯი არ არის და რაღაცა და მოკლედ ნუ ამბები და ახლა წავიკითხეთ მაგრამ მე მაშინ გეუბნები ჩინეთი იყო უკიდურეს სიღარიბესთან ანუ ჩვენ რო ვამბობდით რომ სოციალიზმი სადაც ჩვენ ცხოვრობდით საბჭოთა კავშირი არ ვარ ამას ერთ-ერთი კიდე ამყარებდა რომ უფრო ის ამობდა რომ აი თლათ კიდე უფრო მაგარი სოციალიზმი სადაც არის მოკლედ ეს არის უკიდურესი უფსკული აი ამას გულისხმობ მე ხო და შემდეგ აღმოჩნდა რომ ეხლა დღეს რომ დადგე და ილაპარაკო მე სულად არა ვარ მისი რა ქვია კომუნისტური ემის მომხრე ახლა კარგად იცი მაგრამ დღეს რომ დადგე და გამოხდი უამრავი ის გამოგიჩნდება მოწენა უნდა გეტყვია რომ ეგრე არ არის ჩეუბატონო და სოციალური დაცვაც აქვთ წინსვლაც აქვთ და ეკონომიკა ასე ერთმნიშვნელოვნად გამოხვიდე და ჩინეთი შიმშილით ყდება მოკლედ ესეთი ამბებია ხო და ეს იდეოლოგიური ფრონტი რომელიც თუ შეიძლება ითქვას რომ ცივი ომი და ცხელი ომიც ერთი ხანობა კომუნიზმმა უბრალოდ სოციალიზმზე უბრალოდ რომელიც თითქოს კომუნიზმმა თუ რაც ქვია იმანდო წააგო თითქოს ერთმნიშვნელოვნად ეხლა აღმოჩნდა რომ იტყვიან თამაში დაბრუნდა სპორტული ტერმინი რო ვიხმაროთ ის რეჟიმი და ძალიან ბევრი ადამიანი ეხლა უყურებს ამას ინტერესით მაგრამ ეს ჩვენ იმაზე რო გადმოვიდეს მაინც დაბრუნდეთ რომ ჩვენთან არის როგორი ტიპის პრობლემა იცი რომ კი ბატონო რასაც ეს თვალით უყურებთ არის პატარა პროცენტი მაგრამ სამაგიეროდ არის ღვივდება მიუღებლობა და ერთის მხრივ არის ეს არის პრაგმატული თვალსაზრისით რომ მიუდგეთ რაც არის ძიმე ხა რასაც ვიტყვი მაგრამ ეს ხიფაც ქმნის მთელი საზოგადოებისთვის მაგრამ მეორეა რომ ეს ადამიანები ლევან მაცახსა და ესენი არიან ათესავები ესენი არიან ადამიანებთანაც ადამიანს ურთიერთობა ქონდა და თვითონ შენი შეხედულებიდან შენ ხუმა ადამიანი ხო ხეთში ვერ იქნება მართლა იმაზე ხარ შეხვალ განადგურების იმაზე ხო რაც თქვათ გაიარეს იაკობინელებმა ხო და ერთმანეთი რო გადაბალთეს ესე იგი და დააცალეს თავები იმიტომ რომ ეს მე შენს დრაკონი ხტები მე ამ თვალსაზრისით ახლა აი კოჰაბიტაცია რო ახსენე თუ პირობითად რო თქვათ ანუ თუ არ წახვალ შენდობის და შერიგების გზით მაშინ მიდიხარ კონფლიქტზე და ნუ მიხვალ იქამდე რომ მე მოვიგე მართალი იმიტომ მოვიგე რომ მართალი ამ შუბაკ მე როგორ იტყვი ლამაზად იტყვი როგორც მარკატური თუ ესე ვიტყვი ეგეთი სიტუაცია ნუ მაინც მიხვალ და შენ იქნები თვითონ ესე ნაკლული და მე მაინც ვფიქრობ რომ რაღაც არის მოსაძებნი მაინც თუმცა იქ არის მაგალითად ჩემი აქვთ რო უყურებ რაღაცა ჯგუფია რომელიც манипулირებს იმ გარკვეული წეს ადამიანებითაც რომ ეს ბუნებრივად შეინარჩუნოს ეს მუხტი იმიტომ რომ ნუ ეს ადამიანები არის მისი ძალა სხვათა შორის ეს უყურებ ახლა ესე იქცა ეს ხუთღიანი დაპატიმრებებიც ის თავის გმირობის ის იქმნება
და ადამიანები თანდათან ერთხელ ორჯერ ხარ, მე შენ უკვე ადამიანის საკუთარ თავთან ეს ფილოსოფია კარგებულება რომ საკუთარ თავს არ იტყუნებს ესეიულად და უკვე საკუთარ სიმართლეში ჯდება და მას სულ უფრო უჭირს ამისი ესე ვთქვათ რამე დიდი კატაკლიზმა თუ არ მოხდა ამ თავის სიმაში რჩება თავის სიმართლეში და უკვე აღარ არსებობს ძალა რომელიც მას ამას გადაარწმუნებს აღარ არის აუცილებელი გარედან არც გრანტი და ინვესტიცია ისე დარჩება ამ სიტუაციაში ეს ესეთ პატარა ქვეყანაში პრობლემაა რომელიც გარედან არის და რატო უგეტყვი ძალიან პოლიტიკურად ჩვენთან აი შუა საუკუნეებში რო ავიღო არაფერი ეკლესიას წესი არ იყოს რაც არის ის იქნება ხო რაც მოხდება მეფეს რო ცვლიდა ამობდნენ არაო ეს თქვენ კი ამბობთ რომ ეს უნდა იყოს მეფეო მაგრამ არაო აი ჩვენ მოგაშთია რომ ეს უნდა იყოს მეფეო და ესე იცვლებოდა ხო ესეა ჩვენთან ჩვენ აი რო მოვიდოდა მაგალითად პირობითად რა სამხრეთიდან ხა მე უცბარსელი რომელიმე მეფეს ეს ამ ნიშნით გამოცვლიდან ხოლმე ეს უნდა იყოს იმიტომ ამან მიიღო ჭეშმარიტი რჯული აგერ აბან აღიარა მაგრამ მაინც ბაგრატიონი უნდა ყოფილიყო ეს თუ არ გაჭირდებოდა სხვასაც დასვამდი პრობლემა არ არის ხო მაგრამ ბაგრატიონი რო უნდა ყოფილიყო ეს ბაგრატიონი უკვე იმდენი იყო რომ იქიდან არჩევდი მაგრამ გეუბნები თქვენ რო მიგაჩნიათ კი არა მე ამას გელაპარაკები მე რომ მიმაჩნია გარედან რომ აი ეს უნდა იყოს ის ბაგრატიონი უნდა იყოს და აი ეს რო შეხედო მთელი შუა საუკუნეები ჩვენი ტანჯვა რო ვიძახეთ სამოქალაქო მიიღო ამით იყო ტანჯვა იმიტომ რომ გარედან და შიგნიდან უკვე ძალიან რთულია ჩვენ ისტორიაში გაერკვიო ვინ იყო გარედან ინტერესებს ესახურებოდა და ვინ შიგნიდან ინტერესებს და მე ჩვენს უკვე ვარ ჩახლართული რომ არც ერთის მიმართ აღარ არის გიორგი სააკაძის მიმართ ესეთი მოსაზრებაც არის და ისეთი მოსაზრებაც არის ჩვენ დღეს და რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ვერ მივალთ ვერ შედეგამდე აგერ მეცნიერებიც კი ხა ჩვენ დროს მაშინ უფრო 7 დრო რო იყო რამის ხელჩართულამდე მიდიოდა ამაზე მაგრამ ფაქტი ეს არის რომ ეს იმას შეეკრო ეს იმას დაელაპარაკა ეს იმას შვებოდა აი მთელი საქართველოს ისტორია არის სულ განუწყვეტი არგუმენტი იყო რომ მე გარედან მიმართლებდი იქ გურიელი და დადიანი ერთმანეთს წაეკიდებოდნენ იქ იმერეთის მეფეს წაეკიდებოდნენ აბა სულთანი ვის დაუჭერს ხარს და ის არის მართალი ეგეთი თემა და ეს არ იძლეოდა ერთიანობის ესე ვთქვათ საშუალებას და ამიტომ იყო სუსტი ეს ქვეყანა საბოლოო ჯამში ამიტომ იყო ეკონომიკურად დაცემული და აი ეს არის ძლევა აი ეს არის საფრთხე თქო ამას ვამბ ეს უნდა ძირითად საკითხებში თუ იმ ჯელტვენობის რაც ლევანმა თქვა არ დაუბრუნდით რომ როგორი წარეც არ უნდა იყოს და ის ორი ჯელტვენი უფრთხილდებოდა მაინც საზოგადოებას ორივე პატრიოტი იყო მაგრამ ესენი სინამდვილეში ერთ სოფხედველობაზე იყვნენ იმიტომ რომ მე ორივეს გვინდა რომ ეს კარგი გამოვიდეს ებედა შევაკეთებ მხოლოდ იმაზე ვკამათობთ ხო მე და ეს კარგი გამოვიდეს თუ არ მაგრამ ჯელტმენი გინდა დამიძახე და გინდა მუშკეტერი მაგრამ მე თუ მიმაჩნია რომ საერთოდ არ მინდა ეს და მარტო ესე უნდა იყოს როგორც მე მინდა მაშინ არავითარი ჯელტმენური სიტუაცია არ გამოვა მე მგონი საქმე ანუ რასობრივ ბრძოლას სავით გადადის ხო ანუ იმიტომ რომ საქმე იმაში კი არ არის რომ ეს კარგი უნდა გამოვიდეს ესე კი არ იყო ინგლისელებსო მაღალი კულტურა ქონდა გასაკუთრებულად ქონდათ მაგრამ აი ნახე არც პოლიტიკაში არც უშვებდნენ სხვას მხოლოდ ჯელტმენები იყვნენ სხვათა შორის 19 საუკუნეში ისეთი ცენზი იყო არა მე შეძლებული ხალხიც იყო კიდე რა არის საინტერესო ნახე ინგლისში მაგალითად რო იყო შენ უშიშროების ქვეყნის უშიშროების სამსახურში ეს იყო უდიდესი პატივი გასაკუთრებულია და განსხვავებით ცნობილი ადამიანები ძალიან ცნობილი ადამიანები წერლები და ისინი ამიტომ შოშე იგივე ისრაელში ეს არის ანუ ეს მოდით იმას რა ქვია გამოსავალთან მინდა რომ მივიდეთ მაგრამ ნახეთ ერთი ელემენტია იმიტომ რომ მე მგონი მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ იმაზე რა არის პოლარიზაციის საგანი ანუ რაზე ვერ თანხმდებით რატო იმიტომ რომ აი როცა ჯენტლმენობაზე არის საუბარი აქ არის საქმე ასეთი რომ პირობითად ვიცით ჩვენ რომ თქვა და ეს კარგი უნდა გამოვიდეს და ვერ თანხდებით იმაზე რომ მაგალითად გადასახადი 5%-ით გავზარდოთ თუ ხელი არ მოახლოთ თქვა და ამაზე ვდაობთ პარლამენტში როცა ვართ ამაზე ვდაობთ რა რომ გადასახადები ცოტა გაიზარდოს თუ არ გაიზარდოს მაგალითად ხო ან ეკონომიკაში მონაწილეობა მივიღოთ თუ არ მივიღოთ და ასე შემდეგ ამას ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება შევნარჩუნდეთ ჯენტლმენებად
იმიტომ რომ რაღაცა ისეთ რამეზე თანხმდებით იმაზე რომ ეს კარგი უნდა იყოს. მაგრამ როდესაც ჩვენ უკვე წვეთ შეთანხმებას იმაზე რა არის კარგი, ხო, გასაგებია, რასაკვირველია. ხო, აქ უკვე ჩვენ ჯენტლმენები ვეღარ ვიქნებით, იმიტომ რომ ჩვენ კარგზე ვეღარ ვთანხმდებით, ანუ არცზე ვეღარ ვთანხმდებით. მაგაშია საქმე. ხო, და რა არის დღეს აი ამ პოლარიზაციის საგანი მე თავიდან ვახსენე ჩემი მოსაზრება, რომ ადამიანის ბუნებაზე ვერ თანხმდებით, ანუ ადამიანი სხვადასხვანაირად გვესმის რაღაცა ჯგუფს ადამიანები, მე ყოველ შემთხვევაში ასე უყურებ, შეიძლება სხვა რამეა, კი, სხვა რამეა, მე ვარ სწორი და სხვა რამეს ფიქრობთ თქვენ, ანუ ასიკო არ ვიცი, ანუ რა არის პოლარიზაციის საგანი დღეს? ხო, ეგ, რა ვიცი, ეგ ძალიან დიდი თემაა და ძალიან დიდი საკითხია და მე რაც ვთქვათ, რასაც ვიცნობ, აი, რა მოხდა ევროპაში, მაგალითად, ევროპაში ძირითადი რა იყო? ძირითადი მაინც ქრისტიანობა კრავდა ყველაფერს, ხო? იყო ერთი ეკლესია. მართალია, სულ ერთმანეთთან ომობდნენ, არა, ეს ეგ თავისთავად მაგრამ საერთო ის იყო, ხო, საერთო სარწმუნოება იყო, საერთო ეთიკა იყო, ნუ ბოლოს ჯვაროსნულ ომებში ერთად მიდიოდნენ რა. ერთად მიდიოდნენ, ხო და იცი რა მოხდა, აი ეს ახალი დროება რო დაიწყო და როდესაც იყო ეს საშინელი ეს 30 წლიანი ომი და რაღაცა ეს ისეთი რაღაცა იყო, რომ ფაქტობრივად ერთი და იგივე წიგნი ეჭირათ ხელში, ხო? ბიბლია და ერთი და იგივე ის, მაგრამ ესე იგი ხოცავდნენ ერთმანეთს. მე სადამდე მივიდნენ, ნახეთ, სადამდე მივიდე, რომ მოდი ეს გავიტანოთ ეს გარეთ ეს საკითხი რწმენის და შევთანხმდეთ სხვა რამეზე. ხო, ანუ ერთად როგორ ვიცხოვრო. იგივე ამერიკა, ნახეთ, ამერიკა, თქვა, სხვათა შორის ამერიკა რო შეიქმნა, იქ იყო ძალიან სხვადასხვა მიმართულების ქრისტიანები იყვნენ. და ერთმანეთში საკმაოდ ისე იყვნენ და თქვენს რომ მოდი რა კონსენსუსი სხვაგან მოვნახოთ, ხო? ეს თავისთავად ალბათ თავის დროზე ის იყო რაღაც პოზიტივი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც პრობლემამდე მიგვიყვანა. იმიტომ რომ ჩვენ რწმენა თუ სხვადასხვა გვაქვს. ეხლა იმ გაგებით კი არ მომფეხა რომ ყველანი მართლმადიდებელი ქრისტიანები უნდა ვიყოთ. ესე ვულგარულად არ უნდა გავიგოთ, ხო გესმის ვასიკო რა. მაგრამ აი აბსოლუტურად გეთანხმებით. უმთავრესი თუ არ ვთანხმდებით, მაშინ კომპრომისი არ გამოვა. აი ეს ხდება ეს კრიზისი. აი ხა თემაა ისეთი რომ აი ნანობისურვებდი რომ კიდე ერთ გადაცემაზე იყოს ლევანთან აბა ეს ტელევიზიონები და აი ესეთ რაღაცაზე ვიმშელოთ მაგალითად. ავიცი ხა მაგალითად აი მაგალითად რა ხდება ახლა აი ქვეყანაში რაზეა დაპირისპირება. ეს არ ხდება მგონოთ ძალაუფლებას აბას ეტმისდებიან პარლამენტში ვინ მოვა. მართლა არის სოფხელობრივი განსხვავება. აი მაგალითად და აი მაგალითად თქვა ესეთი თემა როგორიც არის ესე პრინციპული ერთსქესიანთა ქორწინება. და აი ამერიკა ახსენა გამოცხადა. ამერიკაში მაგალითად ზოგ შტატში როგორც ვიცი, მე რა ვარ დიდი მცოდნე, მაგრამ მაინტერესებს ზოგ შტატში არის სიკვდილით დასჯა, ზოგ შტატში არ არის სიკვდილით დასჯა. ერთ-ერთი ფუნდამენტალური საკითხია, ხო, რომ კითხოს კაცმა და ესე არის. მაგრამ ცხოვრობენ და შტატს აქვს უფლება, რომ აი ამ შტატში თუ და აქ მიაჩნიათ, რომ უნდა სიკვდილით დაისაჯოს, მე მგონი კი არა ტრამპმა თქვა, რომ საერთოდ უნდა შემოვიღოთო და აქ მიაჩნიათ, ეს ძალიან ფუნდამენტალური განსხვავებაა. მიდის, ანუ კარგად იცი, მიდის ღმერთთან შეხედულებასთან, ან კულტურულ ოსნობასთან და ასე შემდეგ. იგივე სხვათა შორის ერთსქესიანთა ქორწინებას და რაღაც. დავანებოთ. მოდი ეცოთი უფლებების საკითხი გვერდზე გადავდოთ. საქართველოში მაინც ახლა ეგრე აგერ გითხარი, რო თითქოს ის არ არის, ეგრე შეიძლება ყველაზე საკთან აგერ და აბა ვიღაცა შეიძლება რაღაცა შეწუხდეს ხოლმე საქართველოში თუ სადმე იყო ტოლერანტული სიტუაცია ამიმართულებით, აქაც ესე იყო და ადამიანებიც რაღაცას ესე ვთქვათ მივდიოდით. არ იყო საქართველოს ამითი ცნობილი სხვათა შორის. საქართველოს არ მეუბნები რომ მე ვიღაცას ნიშნი მოუწია ანტიევროპული ვთქვა, მაგრამ ტოლერანტობა როგორც არ უნდა მელაპარაკონ იმ ლიტერატურიდან, ისტორიიდან გამომდინარე, არ არის მაინც და მაინც ის სფერო ჩვენი ამბავი გვაქვს, რომელიც საქართველოს კი ბატონო მეტის თავი არ ქონდა თუ არ ქონდა, რომ ეს ქვეყანა თავისი ბუნებით უფრო ტოლერანტული იყო. უფროს მე შევთხოვით არ ვაფალო. არ გვეკუთვნის ჩვენ აი რომ ჩვენ თვალში ეძებონ ისა ხო? თუმცა რასაკვირველია ჩვენ ეხლა ნახე, აი მაგალითად ქვეყანა და თქვენ მე ევროპაში მაგალითად პირდაპირ გეტყვი, საერთოდ არ მაგ როგორც იყო ისე იღებდა, სწორედ ეს მომწონდა მისი მრავალფეროვნება და თუ გადაწყვიტეთ ევროპამ, რომ ეს დაუშვა რომელიღაც X ქვეყანამ, დაუშვი და ნუ ესე მიგაჩნია და ჩემთვის ეს საინტერესოა. საინტერესო კი არ ნიშნავს მომხიბლავი მე
მეგობარი მეუბნება ხოლმე საინტერესოს რომ ამბობ. საინტერესო იმით კი არ არის, რომ გინდა თუ არა მომწონს. საინტერესოა, უცხოა, რაღაცა არის მოკლედ, მაგრამ მე ესე მაცვია. ის ესე ცვამს, იმას ის ესეც საჭმელს ჭამს, ის ესე ლოცულობს. მე ესე ლოცულობ და ქართული დამოკიდებულება თუ ესე გავიზარდეთ, მაგრამ ჩემი წრეს და სამეგობროც ესე იყო, რომ ეს საინტერესოა, ხო, ეგეთი აგერ არის კუნძულები არიან, რომელიც თავი ცხოვრობენ, ინდიელები თავისი მიცხოვრობენ, ჩუქჩები ეს გენიალური ხალხი, რომელიც თავისი მიცხოვრობს, ხო? ეს არ ნიშნავს, რომ იქით გადა. აი ხა მე ამ მთელ ამ საქმეშიც რა არ მეგვირს. შენ რა არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტული გვარი. რატო გადამეკიდებ? მე შენ პატივს გცემ, მაგრამ მე ჯერ ჩათვალე რომ მზად არა ვარ, ან რაღაც მე ჯერ არ მინდა რომ ესე იყოს. მე ხო ადამიანურ ღირებულებებს არა მარტო მოყვები მთლიანობაში ვარ. მე ხო იმ ცივილიზაციაში, რაცაც ახლა შენ მე მამადლი, იმიტომ კი არა რომ კარგი ვარ, ამას უკან მიხევ. იმიტომ რომ მე შენზე ადრე ვიყავი, ამ ცივილიზაციის დამაარსებელი ვარ პირველი დღიდან, ხომ? დამფუძნებელია საქართველოს. შეიძლება არა დიდი პროცენტით, მაგრამ პატარა პროცენტით, ხო, ლებან ხა შეხო მოგეხსენება ქრისტიანული ცივილიზაციის. პირველი დღიდან და მე თავისი სისხლით და ომით და შრომით თუ თვითგადარჩენით თუ იმითი იყო საზღვარი და ამისთვის იბრძოდა. ეხლა დღეს მოვიდა, ესე ცხოვრობს ეს ადამიანი. აი ესე უნდა რომ სადღერძელო თქვას. შენ ზეთყვებას თუ მარი ჩამოდიხარ და შენ რატო იღებ და მელაპარაკები რომ უნდა მე როგორი კანონია მოვიღო. ეს ხო სინამდვილეში უარყოფს, აი არ არის ფუნდა დამშლობა ერთხესიანი კი არა. ნებისმიერი სიტუაცია რო იყოს, რა აი პური ესე კი არ უნდა დადო და ესე უნდა დადო, ესეც კი არის ნებელობის შორა და ეს არის ის ჩემო ბატონო, მე მგონია რომ ქვეცნობიერად რასაც უწევს წინამდე, იმიტომ რომ მე კარგად მე ჩემახმას გეუბნები რომ ეს არ იყო ამ პროტესტი, აი პროტესტი შინაგანად ჩემშიც და ესე მეჩვენება შეიძლება ჩემგან გამომდინარე უკვე გამოიწვია, მაგრამ როდესაც ამან მიიღო იძულებითი სახე და იძულებითი სახე იყო მე საქართველოში რომ მოდიოდა დიდი რელიგია არის ზოროასტრის მიერ დიდი რელიგია უზარმაზარი რელიგია ხო რაზეა საუბარი ის კი არ არის რომ მაგრამ ამან რომ მიიღო იარაღის სახე და რომ გეუბნებოდი რომ აი ესე უნდა იცხოვრო კიდე თუ არა და ესე კი არ უნდა ქნა ესე უნდა ქნა ეს იწვევდა პროტესტს იმიტომ ეს შენ განგრევ როგორც ადამიანს ხო ეს არის მთელი წამსის შეცვლის ეხლა აი ქრისტიანობა ხსენე ასე ცხოვრობთ ბოლომდე მართლმადიდებლები ვართ თუ არა ვართ მართლმადიდებლები ესე და რო უყურებ იმაზე მიდის ზუსტად დარტყმა რომ გინდა თუ არა იცი რა მოდი ეხლა მე შენ ეს კანონებს ვიღებ და შეიცვალე და ეგეთი ნუ გახდები ეს ადამიანები ისედაც შეიცვლე თუ ესე საჭირო იქნება გავა დრო და ევოლუციურად ესე იქნება ესე ვთქვათ მიღებული და ესე შემდეგ ეს უნდა მივანდოთ ხო რაღაცას შენ რომ ამას სხვა ბიზნით კეთდება გატეხვისთვის ეს ხო დაგანგრევს როცა შენ მე იმ კანონით გაწვი აი მე რო შეთან ლევან სახში შემოვიდა გითხარ ეს წიგნების კარადა მე გიბრძანებ აი აქედან აიღო და აქ დადო თითქოს რა იცვლება იმიტომ რომ ჩემს სახში ესეა გიორგის სახში ესეა ეს ხო ეს კეთება იმ აზრით რომ ეს არის ადამიანის უფლებები თქვა და აქ უკვე დგება საკითხი რა არის ეს ადამიანის უფლებები რა არის ეს თავისუფლება ხო აი ამაშია საქმე ზოგიერთ რაღაცაში მაგალითად ეხა ისევ ამბობ რა ინგლისელები რომ ჩავიდნენ ზოგიერთ პროვინციაში მეათ კოლონიის ადგილზე რომ მოკტებოდა კაცი ჯვარიწერი აქაურობას თან ჩააყოლებდნენ მის ცოლებს ხო ინგლისელებმა თქვას რომ ეს არ არის მიუღებელია ეს და ვინც ამას გააკეთებს, იმასაც ჩავაყოლებ ჩიგით და აკრძალეს ესა. ხო, ანუ არის რაღაცა, რაც რაღაც ზოგადი მორალით თუ რაღაც ხო არსებობს ეს ზოგადი მორალი, მაგრამ აქ დადგება საკითხი რა. ეს არის კი ის შემთხვევა, როდესაც შენ ხა ძიბეს შემთხვევა მეტყვი, მაგრამ დიდი ბედნიერება შეიტანეს ფერერეს უაგზალეს. არა, მომისმინე არსებობს რაღაცა, რაც მიუღებელია რა. კი ბატონო. არსებობს რაღაცა მიუღებელია, მაგრამ შენ როცა გეუბნებიან რომ გინდა თუ არა უნდა ისა მე თუ კი არ გეუბნები რომ ხა ხუცი ჩვენთან ჩასაფრებულია და ეგრე ვიტყვი თითქოს მე ხლა იმას ვითხოვ რომ ცოლების ჩაყოლება მოიცვიდე ცოლების მაშინ ესე იგი უტრირებულა და არც ინგლისელების წინააღმდეგი არ ვარ და არც კიპლინგის ჩემს საყოელი წერალი მაგრამ ცოლი ქმარს არ ჩააყოლო კანონი გამოსვლა შემდეგ ორივე მონად რო გაყიდო ეგ შესაძლებელია ხო აი ამას გელაპარაკ ანუ
აზრგებდები კანონის გამოცემით ესე არ ხდება, იმიტომ რომ შენ რო ინგლისელები აქამდე მიხვედი, თქვა მე-12 საუკუნეში რა შვებოდი ინგლისელები და ვიკინგი რა შვებოდი ერთია, მაგრამ მაშინ ახლა რო დავბრუნდეთ და ესე რო ყოფილიყო, ღმერთს მაშინ უნდა გაეწევა რა გინდა 80-იან წლებში ჰომოსექსუალისტებს დასდებდნენ ამერიკაში და სვამდნენ ციხეში. ხო და საქართველოში ხوار სვამდნენ. ხო და ეს ალან ტიურინგი რომელმაც ფაქტობრივად დიდი წვლილი შეიტანა ციხეში სვამდნენ ჰომოსექსუალიზმის. ეხლა ჩამოდის ის ინგლისელი რომელიც ბაბუამის მაგას აკეთებდა და მე მასწავლის ეხლა ხო და ამას გეუბნები. ხო მე მესმის ეგ ბავშვი განაარის რეგიონები რომ ეს როგორ ხდება. ხალხთა შორის ისიც არ მესმის რომ ეს ჩვენი ის არის ტრადიცია. კაცო ეგ გერმანელების ტრადიციაც ეგ იყო. რა გერმანიაში რა გერმანიაში ყავი ისე გერმანიაში იყო რა ქვია მიღებული ის რა ქვია ქორწინება ერთსქესიანების თუ რა არც იმათ ტრადიცია არ იყო აი ევროპა იყო ადგილი თავისი ლიტერატურით ეს ერთია დიდი ლიტერატურა რუსებსაც ლუზარმაზარი ასე რომ თქვა კი ახლა ზოგიერთ წერალს არ მოწონს არაფერი თუ რო გონია რომ ეთქვა რომ ჩამოიცილებს მე ფინალში უფრო კარგად გავა და მაგრამ ახლა ეს გვერდზე იყო შავი იუმორი და ევროპა იყო ადგილი, სადაც აი მე კიდე მოვესწარი ახლა გვიან დავედი, სადაც ნებისმიერ აზრს იტყოდი, რომელიც ახლა თვალი ამოთხარდა რაღაცა და აქ მოგისმენდნენ და აი ამბავი იქნებოდა. და ეხლა უცებ გეუბნები, ვიცი რა, მე უკვე ვიცი რა არის სწორი და აი ამას და ამას ვერ იტყვი. და ამას ვერ იტყვი კი არა და ამას თუ არ იტყვი, უკვე შენ ხალხის მტერი ხარ, უკვე შენ ეგეთი სიტუაცია გაგდა, რაც უკვე დაბღვერელი გიყურებ და უკვე შენ არაფერი აი შენ იცი როგორი სიტუაცია ხარ აი ხა არა ნუ კი მე ევროპა შენ ეგრე მე წინაზე ვახსენე ეგრე ლაპარაკობდნენ ცუდები ესე კი არ იყვნენ როცა ჩადიოდნენ და ის რო ქონდათ რა ქვია ბროლის ბზიტების რო ჩაქონდათ ბზივები და რო ელაპარაკებოდნენ ხოლმე ადგილობრივ მოსახლეობას და რაღაცას აი ეს მე მგონი ძირითადი წინააღმდეგობა მაგაზე არ იყო ვენსმა ხო ეგ თქვა რომ პრობლემა გაქვს სიტყვის თავისუფლების ხალხი ციხეში ზის სოციალურ ქსელებში კომენტარებისთვის ციხეში ზის ხალხი ათეულობით 1000 განსაგებია ხო და მე მგონი რომ აი წინააღმდეგობა რა არის აი რო იყოს და რო იკადრონ მაგალითად რა რაღაც ლაპარაკობა ახლა კაი მათ ამ ბალტიისფრელებს ხო მაინც თუ პოლიტიკოსებს ხო და ნუ რო ვიცნობდი და უთეთო ჩაოლებრივი ადამიანები იყვნენ სხვა შორის ზოგი განათლებულებიც იყვნენ ასეთი რა გაიგე ახლა იმისი არ იყოს თქვა რომ იგიღეს ევროკავშირში ასეთი რა სულიწმიდა გადმოვიდეს იგი შენზე რომ დადიხარ და საქვეყნო ჭეშმარიტებს და ბოლობ ესე ვწყო ხო არაფერს ნახე საბოლოო ხო არავის არ ესხმი თავს ხო აქ არც არავის აქ არ უშევა ჯერჯერობით ესეთი რომელიც არის თავის ტრადიცია რო ახსენეს ქრისტიანობა ესე ცხოვრობს ეს ხალხი აი მაგალითად საქართველოში აი ცოტა ისეთი სუბუქი მაგალითი თქვა რა ცოტა უფრო ბევრ ღვინოს სვამენ ერთ სულზე ალბათ ვიდრე ინგლისში მაგრამ ინგლისში ცოტა უფრო მეტ ლუდს სვამენ მე რა აი ეხლა მე შენ ამიტომ უნდა კანონი გამომიცე რომ ეგრეთი სიტუაცია ნუ ესე მიგვაჩნია ჩვენ რომ ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე მღვდელი უნდა იყოს კაცი მე არ ვიცი რა იქნება 100 წლის მერე ეს არ მოუწია ღმერთს ამის უნარი ჩემთვის ეს რო ვიცოდე და არც უნდა გაიწვალო შენ მე რატომ მიდგენ ეხლა ამ სიტუაციებს და რატო მას ანდა დალოცვილო ამდენი კი ვიცი ევროპის ისტორია ჩვენ საქართველოში იმ კითხვა გვიყვარდა ვერ გააკეთებდი ხო და შედავრო რომ მიადგები ახლა და იქიდან რომ წააკეთებ აქ ერთ-ორი გამოშტერებული არ მინდოდა მე თქვა და რო აგინებინებ ახლა ჩემ ისტორიას მე დავდგენ ახლა შენ ისტორიაზე ვილაპარაკო ეს ხო წინააღმდეგება იმ მიდგომებს რომელიც ისტორიაზე რომ ისწავლია თვითონ ევროპელი დიდი ავტორებისაგან ახლა მე დავდგე და რიჩარდ ლონგულის ის ვარჩიო რა ქვია სამზარლოს საკითხი. შეგიძლია გაარჩევა. ხო, მაგრამ აი იმითოთა და ამით მე დავიწყო განზოგადება, რომ თქვენიც ეს ინგლისელები ეგრე არ ელაპარაკებიან კულტურული ადამიანები კულტურულ ადამიანებს, მე ამის თქვა მინდა. ვიცია, შენ ასე და ერეკლე და ესე და ეგრე. ეს არ არის შენი ამბები. თან რო უყურებ, რომ უკან აბაში რაც არის ამბავი, ხო, გადახდილი. ეს არ არის სწორი. აი, მე მგონი ძირითადი წინააღმდეგობა. აი, ჩვენი მთელი ამბავი, რასაც მე მოყვება ეს ლიბერალიზაცია თუ აქ უფლებების დარღვევა არის, რაზეა ლაპარაკი? როგორ შეიძლება თუ აქ ადამიანებს ან რასობრივად ჩაგრავენ, ან ეთნიკურად ჩაგრავენ,
რაზეა ლაპარაკი და ეს ამ თვალსაზრისით მე მგონია რომ გზნობიარია შეცდომები ყველგან არის მაგრამ გზნობიარია ერთ-ერთი გზნობიარია ევროპაში ქართველი ავიმართულებით ქართველს არა აქვს შეიძლება ესა თქვა გონდა ეგეთი მაგრამ არ არის შავი ნაციონალისტი აი თუ არის სამწუთიანია რაღაცა აი სადღერძელოს იქით ამთავრებს და რაღაცნაირად უფრო რბილია ამ მიმართულებით საუკუნეების განმავლობაშია ესე გამოცდილი ბევრისგან განსხვავებით ხო არ ყოფილა აქ იყო შეცდომები იყო რაღაც გამონათქვამები აქ ფაშიზმი არ ყოფილა ხო გასაგებია იცი რა თქმა მინდა აქ აი თვითონ ის ხარეც რომელიც იცავს ამას ხო თქვა აი ავიღოთ LGBT თუნდაც ხო ხო მე აი რო იყო 13 წელს იყო ხო რაღაც რო გამოსვლები რო იყო და რაღაც 13 ან 14 ხო 13 წელს ხო აი მოდი ესე ვთქვათ რა იმის მაგივრად რომ ქონოდათ რაღაცნაირად ისეთი საგანმანათლებლო ის რომ არის პრობლემა ხო თქვა ვიღაცა არის LGBT-ს წევრი და გააგდეს სახლიდან თქვა ახალგაზრდა ხო შეიძლება ახალგაზრდა გოგო გააგდეს სახლიდან ეს პრობლემა მოდი ვიყოთ უფრო ისე ხო აი ამ ტიპის ის რო ყოფილიყო რა ამის ნაცვლად მე ხა შეიძლება ცოტა ვუტრირებ ამის ნაცვლად იყო რომ ჩვენ გამოვალთ და ფლეშ მობს მოვაწყობთ რუსთაველზე ფლეშმობი რა იყო მე არ ვიცოდი მაშინ ეხლა ნიჭიჩები სათქვილი ხო და ბიჭო ხალხს რო ეტყვი რომ ქაშვეთთან ფლეშმობს ვაწყობთ ეხლა მე ხალხი რო გამოვა პროტესტზე ხო არ უნდა გაგიკვირდეს არა ანუ მე ორივე მხრიდან უნდა იყოს რაღაცნაირად ურთიერთგაგება და რაღაც კომპრომისი შეცარიცოდი ესე იგი ხო მე არა მე ხა სიცხვილისაგან ვიწვი ესე იგი ეხლა ხახსოვს მე არ ვიცნობდი მანამდე გიგინეიშვილი და მე ვიყავით ეთერში არ წამყვანის ხახსოვს ყველაფერი და ამ თემაზე იყო ჩავდა ყველა ვამბობთ რომ ისა რა ქვია ლაპარაკობდი და ვთქვით რომ არ არის ეგ პრობლემა საქართველოში არ დგას და არც ეს იყო არც მე განწყობილი კარგად იცი ჩემდამოკლე რაც გინდა იყავი ახლა ეს მაგრამ ნუ მე მაგას ეს უყურო ღვინოს არ სვამ ნუ სვამ ახლა მაგის გულის ახლა წრუწუნა შეიძლება მუთულში ჩაასხეს მაგრამ არ არის საქართველოში არ ასხამენ ხა იცი მოკლედ შენი პირად ცხოვრება ხო ხტები ახლა ღვინოს ის და იქ წამყვანებონება ახლა თუ იყო ფლეშმობს რო აწყობენო თქვენ მონაწილეობა რაღაცა და რასაც ყოფეთ თქვენ მოთხარი ფლეშმობსო და ეს ბიჭო ისედაც იცი რომ ნუ კაი ჩათვალე გაუნათლებელი ხა მომადგებია რუსი ვარ გაუნათლებელი ვარ გათახსირებული ვარ და თამაში ყველაფერი უბედურება მჭირს მაგრამ ეს სიტყვა არ ვიცი ხო ფიქრობ ეს ფლეშმობი და ასაწყობენ მობიდიკი ვიცი და ეს ფლეში რა კახდა ეს რა მოკლედო ესო რაღაცა ისეთი ამბავი არისო რაღაცა მე ვთქვი კაცო ეს ამბავი არის ტოლერანტული მაგრამ ახლა ეს ადამიანები ნელა ვეჩვევით რაღაცას და თლათ ესე იგი იმისი არ იყოს ჯერ ხო ნელაკენი გამაცანი რაღაცა და ეგ სიტუაცია მე გავიგე კაცო ისე მომწონს ეს ფლეშ ეს კი არა ფლეშმობები რო აწყობენ ხოლმე ბღერიან რაღაცებს შვებიან ხო და ეს თუ არ არის დაძაბვა თუ არ გინდა ეს ხო სიამდვილეში არის ხა მე გამომიყვა მე გეტყვი ერთხელ ფილმი გადაიღეს კაი ადამიანმა ძალიან მაგრამ ნუ ახლა გრატიცა ის არის და ეკითხებიან საქართველოში ნამდვილი ამბავია აგე ფილმი გადაღებული შეიძლება ვნახო გაუპატიურებები თუ არისო გასამოფლო აჩერებენ ქუჩაში ერთად ეგ და ქალები ეუნებიან ასე ეგ ჩოლებრი ამბავია ცოლ-ქმარ შორის შვილო აბა ისეო ხო არ გამოვავდა რატო იცი ისინი ვერ უშვებენ ქართული ენა უნდა იცოდე ისინი ვერ უშვებენ ვერაფრით რომ ამათ გონიათ რომ ეს კულტურულ სიტყვას არჩევს ეხლაც მახსოვს ოპერის წინ ეკითხებიან და ალბათ კულტურულ სიტყვას არჩევს და კი უკვირს და მარტო ერთხელ თქვა კაი რა ლაპარაკია ეგო საერთოდ დასკვნაში დაიწერო საქართველოში არის მასობრივი ოჯახური ძალადობა მეორეს გეტყვი კვლევა ჩატარდა და შეკითხვა როგორ იყო ჩატარებული და ამბავს გეუბნები გინდა თუ არა რომ შენ ცართულზე მოპირდაპირ კაროზე ცხოვრობდეს სექსუალური უმცირესობა ნუ უმრავლესობა მოპასუხა არა ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური ინსტინქტი ნებისმიერ შეკითხვა და თქვენს რომ ეს არის ქართველები არიან ეს ეხლა ეს ხო მანიპულირების სიტუაცია მე ის გამინდა რომ წინააღმდეგობა არისო შენი აი მე რაც ჩემში იწვევს პროტესტს და მე სიამოვნებით შევიდოდი დისკუსიაში და გადავწმუნდებოდი და კი ბატონო მაშინ მე ჩავთვლი მომეხსენება პრობლემა თითქოს უნდათ გადატეხო რა გინდა თუ არა ესეთენი აი მე მაგალითი მომყავს ხოლმე რომ შემოვიდნენ აი მე-6 საუკუნე საქართველოში არაო ცეცხლაყვანისმცემლობა მკვდარი არ დაბარხოთ ზოროასტრის ეს არის ძალიან წმინდა და დიდი ფილოსოფიური გამართლება აქ არ შევიდე მკვდარი არ დაბარხო გადირიან ქართველები და ამაზე მიდიოდა ომი ხა იბათ არც ქართველებმა იცოდან ახლა ზოროასტრიზმის ჩვეულებრივი მოსახლეობა სიღრმეები ამას რა მიზანი ქონდა შედალოცვი რომ მოხვიდი ამათ ქონდა სულიერი გატეხვა თორე რა გინახა დავმარხობე ჩემი მკვდარი შენ რას ფედავები ამ სიტუაციას ხო
შენ რატო რა გინა მე ერეკლესგან, რა გინა ამ დავით აღმაშენებლისგან, რა გინა მე ქვევრისგან. ამას ხო შენ ესე აღვიქვამ. ანდა თუ შენ ესე ამას ემიჯნები და ესე არა ხარ. დაემიჯნე ამას და მომეცი საშუალება რომ იმაზე ვიფიქრო რა არ მომწონს ამ ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ეხლა იმ ორი ჯელტმენის დონეზე ვართ. ამ ხელისუფლებას ამდენი მომხრე ყავს ეს რუსმერე გამოჩნდება, იცი? აი საფრთხერო, გარეთა საფრთხერო მოიხსნება. თორე შეიძლება ამ წუთში ჩვენ როზი ვარ და ერთმანეთს თავს უქმნებ, შეიძლება უამრავ რამეში არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ეს არ არის ის საფუძველი, რომ მე რო იტყვენ ჩვენთან მაგიდასთან არ დავждეთ, ჭიქა არ ავწიოთ, თან ერთმანეთს. აბა ლიტერატურაში და კრიტიკაში ყველა რო ერთმანეთს და დოსტოევსკი და დოსტოევსკი მე თან უკნას რომ ყველაფერს საშინელებას გეტყვით ახლა თო ჩამხოლავენ ისმა და დოსტოი და ამტკიცებდა რომ შეექსპირიოს მწერალი კი არა აი ეს ვინ არის საერთოდ ეგერ არის გადაშალე ემენ და მეფელიერი საერთოდ კრეტინიზმია პირდაპირ ესე იგი ამით ამობს. ხო მაგრამ ეს კი არ ამობდა კაცო ამოვთხაროთ მოკლად კედელთან დავაყენოთ ხო ეს აი ეს ამბავი მგონია მე და ეს მაშფოთებს მე სოფლიო პროცესიდან რომ ევროპა რომელიც ამასკენ არის ყო თითქოს აი ბრუნდება იმ კუდიანებზე ნადირობისკენ და რაც ერთხელ აქვს ძიმე წარსული და აი ახლა აი ეს მეჩვენება ოღონდ მე ჩემთვის ისევ ერჩება იმიტომ იმ ცივილიზაციის ნაწილია რომელშიც მე ჩვენც ვიყავით და ესე გავიზარდეთ ხო ერთი ცივილიზაცია ის კი არა რომ სანმე უნდა მიმიღონ ეს შეიძლება მე არ დამცირებით არ ეს შეიძლება ბალტიისპირელებს აქვთ განცდა რომ სადღაც უნდა მიიღონ ჩვენ მიიღება იმ სივრცეში არ გვჭირდება ეს ბალტიისპირელებს ისტორიიდან გამომდინარე ჭირდებოდათ იქ ვიღება საქართველოს არ ჭირდება იმ სივრცეში ვიღება ხა როგორ უნდა დაწერო ქრისტიანული ცივილიზაციის ისტორია აი რო დაწერო ქრისტე და გამოტოვო საქართველოს ნუ გეტყვის ვიღაცა მეორე ადგება გერმანელი მკვლევარი მაგრამ გამოკლე გეტყვია რომ შენ სრულყოფილად არ გწოდნია ხატწერის ისტორიას დაწერ ქართულის გარეშე სვანურის გარეშე ვერ დაწერ ხო სვანური ხატწერის ვერ დაწერ აგიოგრაფიას გამოტოვებ ქართულს ვერ გამოტოვებ ფეფოსტაუსას გამოტოვებ ვერ გამოტოვებ ხო ახლა რა და ახლა მომადგა ახლა ეს და ვიღაცამ გადამიწყვიტა იმასაც ძალიან დიდ პატივს ვცემ კი ბატონო ამოსავალთან მივიდეთ როგორმე იმიტომ რომ მართლა მე მეჩვენება რომ ბოლომდე არ გვაქვს გაცემული ჯერ პასუხი და ეს ანუ ეს თემა საჭიროებს კიდე ამაზე მსჯელობას თუ რა არის საგანი აი ამ პოლარიზაციის დაპირისპირების მაგრამ რაღაცნაირად მაინც უნდა ვახსენოთ რომ თუ მართლაც და აი ამ ასე ვთქვათ რაც ვასიკომ თქვა წეღან რომ აი ამ რა ქვია მაგას ბნელძალებზე ნადირობის ეპოქას უახლოვდებით ასე ვთქვათ მაშინ გამოსავალი სად არის ამ ყველაფრიდან აი როგორ უნდა გამოვძვრეთ ასე ვთქვათ. ჩვენ ახლა დიდათ ვარ დამოკიდებული იმაში სოფლიოში რა ხდება. ხა ჩვენ რასაც ვხედავთ ტრამპი როდესაც მოვიდა ამერიკაში რაღაცნაირი ის არის აი ამ უკიდურეს მემარცხენე ასე ვთქვათ რა დავარქვა არ ვიცი. რა ჩვენ ვთქვით ანუ რომელიც ზღუდავს უკვე სიტყვის თავისუფლებას ამას რაღაცნაირად კონტრაპუნქტია ხო ეს ტრამპმა ეს ყველაფერი თითქოს გააჩერა შემოატრიალა იქ თვითონ ანტიფა მაგალითად ანტიფაშისტური ჭალებში ორგანიზაცია რომელიც იყო დემოკრატიული პარტიის ასე ვთქვათ მებრძოლი ფრთა ტერორისტებად გამოაცხადა ხო ანუ რაღაცა ესეთი პროცესებია რომელშიც ჩვენ ახლა ფაქტობრივად ჩართულები ვართ ამაში და დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე და რა ვიცი ჩემი აზრით რაღაცნაირად ისეთი ბობოქრობა მსოფლიოში რაღაცნაირად უნდა გადავიაროთ ესა რა მე ამ ხრივ მომწონს ჩვენი პოლიტიკა რომ ჩვენ ვცდილობთ რომ არჩევებად ამ კონფლიქტებში და რაღაცნაირად ამან ყველაფერმა გადაიაროს და რაღაცნაირად რომ დაალაგდეს და ჩვენთანაც კარგი იქნება თუ დაალაგდება სიტუაცია თუ იქნება დიალოგი სხვადასხვა ძალებს შორის და თუ გამოინახება ეს ერთი რაღაცა საერთო ბაზისი ხა და თუ ერთმანეთს ვეძახით რომ შენ ქვეყნის მტერი ხარ და შენ რუსეთის აგენტი ხარ და შენ ბრუსელის აგენტი ხარ მაშინ ეს კონფლიქტი რომელიც ისა საშიშია რა ნებისმიერი კონფლიქტი ნებისმიერი სიძულვილი არის საშიში აი მე მახსენდება მე კარგად ვიცნობ რუსეთსაც უკრაინასაც რუსეთში ვსწავლობდი და იქა და აი ესეთი სიძულვილი იყო აი დასავლეთ უკრაინაში ესეთი სიძულვილი იყო აი რუსეთის მიმართ რომ ადრე თუ გვიან ამან თქვათ შედეგს გამოიღებდა ორმხრივად რაღაცნაირად რა
აი ეს რაღაცნაირად უნდა დავძლიოთ ეს სიძულვილი და უნდა რაღაც საერთო რაღაც ენა უნდა გამოვნახოთ. ეს არის ჩემი აზრი. როგორ? რა ვიცი, მე მგონი ორივე იმაში არის გონიერი ხალხი არის ორივე ბანაკში. მე მგონი არის ის კითხვა მინდა წეგან ვასიკომ თქვა რომ აი იმაზე რა ქვია კოაბიტაციის ელემენტზე რომ აი რაღაცა მე შენ შეგინდობ თუ რაღაცა ესეთი მდგომარეობა ხო ანუ რაღაცა არის რომ აი შენ მაგრამ როცა მაგალითად შენდობას როდის აქვს ამ შემთხვევაში ძალა რომ კი მე ერთია რომ მაგალითად მამოჩვენოში ვთხოვ რომ შემინდე მე ისე როგორც მე შეუნდობ სხვას ხო ანუ ის მესამე თითქოს აქ არ მონაწილეობს არ აქვს მნიშვნელობა ის მის პროაქტიულობას ხო ანუ ჩემი თავარი მდგომარეობა არის რომ მე ღმერთს ვეუბნები რომ მე როგორი შემდობიც ვიქნები ისე მომეკეცი მაგრამ მეორეს მხრივ არის ესეთი მომენტი რომ თუ ის საერთოდ არ ითხოვს შემდობას თუ ის საერთოდ თulis რომ ის მართალია საერთოდ არაფერი სჭირს შესანდობი არა ქრისტიანული ლოცვა ეს ძალიან ის არის პირადულია და შენ პირადად მას შეუნდებ მაგრამ ეხლა სახელმწიფო თუ ლაპარაკობთ საზოგადოების ცხოვრებაზე საზოგადოებაში უნდა იყოს კანონი ხო რომელიც უნდა კანონობდეს ასე ვთქვათ ისე საზოგადოება ვერ იარსებებს ამიტომ ჩვენ ახლა კოჰაბიტაცია პირობითად რასაც ვეძახით კოჰაბიტაციას ჩემი აზრით პოზიტივი ჰქონდა მას პოზიტივი იმაში მდგომარეობს რომ გამარჯვებულმა პარტიამ არ დაიწყო მეორე დღიდან დევნა ასე ვთქვათ დამარცხებულის რა ვიცი ეს მე მგონი ეს პოზიტივია თუმცა ეს პოზიტივს ამას არ ქონდა ასე ვთქვათ გაგრძელება ამას არ ქონდა ვთქვათ რომ რა ვიცი მე ჩემი აზრით ეს უნდა ოპოზიციურ პარტიას უნდა დაეფასებია ეს რომ შენ არ გდევნიან შენ ტელევიზიებს არ ხურავენ რა და შენ ასე ვთქვათ სრულყოფილად შეგიძლია მიიღო მონაწილეობა მაგრამ ამის იყო ვთქვათ თავიდანვე იყო კონფრონტაციული თავარი თემა მაგრამ სულ ფიქრობ ხოლმე რა არის მთავარი თემა და მეორე ვისთან შეიძლება თქვა ამ დიალოგის წარმოება დისკუსიის. აი შენ კარგად იცი და შენც ესე მე პრაქტიკულად ფიზიკურადაც კარგად ვიცნობ ფაქტობრივად ძალიან ახალგაზრდების გარო ყველა სპექტრს ამ პოლიტიკურ სპექტრს. ხო. და ვიცნობდი კარგად იცი აი რომ დაიწყო იქ პარლამენტშიც იყავი და სულ აი კომუნისტების დროიდან ვიცნობ. თუ მთავარი და მაგრამ უნდა იცოდა იდეა და პირველი უნდა იყოს რომ პირველი უნდა შევთანხმდეთ რომ ჩვენ ერთმანეთს ვკლავთ თუ არ ვკლავთ. თუ შენ განუწყვეტლივ იქნები რომ კლავ განა იმიტომ რომ ვინმე მეშინიან რაღაცა ნუ არ არის ხა საერთოდ ხა ერთ დღეს უსმინე მაგალითად გუშინ უსმენდი ხა პოლიტიკოს არა მაგი ემოციური ნიადაგზე თქვი ყველა მინდა მოკლული იყოს მე ეს კი არ მაშინდება და სიტყვაზე გამოჭერა კი არ მინდა მაგრამ მეორე წუთში იქ ჩერდები იქ რაღაცას ესახება ჩერდები მე უცებ გაგონდება მე ისე ვიწყებ აჯანყებას მე ხო რაღაცა უნდა დაიცვა ეს ერთი მეორე ვისთან მეორე აი რაზე ვთანხმდები მაგალითად ინდა რომ რუსეთი არ გინდა ხო იქნება მოდი დისკუსია გვქონდა იქნება ეს შიში გაქვს აი მაგალითად ვამბობ აი ლევანს აქვს შიში რომ მე რუსეთი მინდა აი რატომაც ესეთი რუსეთისკენ მივდივარ არა მივდივარ კი არა აი მე მინდა რუსეთი მე რატო მეძახი მოღალატეს იმიტომ რომ შენ გადავწყვიტე რომ მინდა ოღონდ არ მიხსნი ხო რაში გამოიხატება აი როგორ ნუ მოკლედ ესეთი აი რატომაც ესეთი დავიბადო ოღონდ მარტო კი არ დავიბადო ნუ დავიბადო შენ მე ეს უნდა შანსი მომცე რომ იქნება გარწმუნებ შენ მე პირველი რა არის რომ უშანსოთ მაგ განაჩენებ მომისმინე ხო და ეგ без суда следствие სადაც ეს მოიგონეს ეს პირდაპირ გამოცხადა ეს თუ მომისმენ და დისკუსი თუ ეს გაწუხებს იქნება მოგიხსნა მე ეს ამბავი ეს წუხილი იქნება მოგიხსნა და მაშინ აი ერთი საკითხი გვერდზე გადავდოთ მე იქნება შენც მოიწმინო შენი საკითხი იქნება მე ამ თემაში ვდებ რომ ცალფეხზე დგომ არ ვერჩი ამის მთქმელსა თუმცა ძალიან კარგი და ძალიან ზუსტად გამოხატა ესე ვთქვათ ძალიან ტევადი თქვა რომ მოდი აი მაგალითად მე რაც გითხარი რომ მე რომელიც ამ ქრისტიანულ ცივილიზაციის ნაწერად თქვა ხა მომწონს არ მომწონს ხა ბლეშური ვლაპარაკობთ ხო ეს ჩვენი ამის ნაწილი ვართ ახლა მე რო უცებ დავიჩემო რომ ახლა რიოინდა მტკვარი არ მომწონს ხო და ახლა მისისიპი არც ვინახავს ისე ხო და ახლა მისისიპის ნაწილი ვერ ვიქნები ეს არის ჩემთვის დინარეები დიდი მდინარე არის რიონი ხო და ეს იქნება მომენტი ამის საშუალება რომ აი მაგალითად თქვა რომ
აი მე იცი ესე მიმაჩნია რომ შენ მე რო ხარ ნუ დამიდგენ რაღაცა ისეთ საკითხებს ახლა მე თუ მონათლობელობას ვიტყვი და რაღაცას ვიტყვი და რაღაცას კი მაგრამ ისეთ რაღაცას ნუ დამიდგენ რასაც შენ გუშინაც იყავი და ამიტომე ცხოვრების ჩასი და მე ზედგადაყვები ხო გეტყვი ქართულ სიმღერაში არის ფოლკლორი და ეს ვიცით ახლა ჩვენ ეს ამბავი ხო არა ვარ მე ის ადამიანი რომელიც ჩემი არატორელანტობით, ჩემი ფაშიზმისადმი მიდრეკილებით, არაფერ მინიშნებას არ ვაუბრობ, ჩემი კოცონისადმი ბრიალებით მე ვინმეს ხიფათი შევუქმნა, ხო? ამ სიტუაციაში და სხვა გამოწვევებია. ვეტყოდი ევროპაში, რომელიცაც თვითონ ნაკლებად იცნობა, ჩვენ ვიცით ეს, იმიტომ ჩვენ გვერდზე ხდება ეს სიტუაცია, სხვა გამოწვევები აქვს ევროპას, ახლა რომ ვიდრე იმისა, რომ მოადგა პატარა საქართველოს და ესე ვთქვათ, ეგომა ჩვენი არ ყოფნის ახლა ესე ედავ. ამასაც მოხსნიდი, აი თუ ესე უნდა იყოს. მაგრამ თუ ამის უკან დგას აი შეიძლება თუ ამის უკან დგას რომ არა მხოლოდ ისე უნდა იყოს როგორც ჩვენ გვინდა მან არ გამოვა იმიტომ რომ აი ბოლშევიკებს მაგალითად მტკიცედ ჰქონდათ ეს გადაწყვეტილი ძალიან მტკიცედ ჰქონდათ ეს გადაწყვეტილი რომ არავითარ შემთხვევაში სხვა არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ წესაზრი უნდა ყოფილიყო ნუ რაც დაატრიალეს კი ბატონო ხიდის დადგეს ქარხანას დადგეს მაგრამ ნუ გასაუთ პერიოდში ბალთეს თავი ესე ჰქონდათ იაკობინელებს გადაწყვეტილი ხო იმას რობესპიერს ერქვა ხო მოუსყიდველი ხო და ნუ ესე იგი რომ ამუშავეს ეს გილიოტინა სანამ ესე იგი სანამ თვითონ არ მოაჭრეს ესე იგი და ხალხმა ესე იგი წარმოიდგინე მოვიდა დიქტატორი ნაპოლეონი ხალხმა ამოისუნთქა ესე იგი ის დახედო ხო ნუ თუ ეგეთი ბიოლოგიური ზიზღია მაგალითად აქეთ მხარეს არ არის ეგეთი არა მე ვიტყოდი ეს არის სარწმუნოებრივი რელიგიურია ფაქტობრივად რა ფანატიური მაშინ რელიგია იმიტომ რომ რა ვიცი შენ შეიძლება სხვა თემაზე გადავდივართ მაგრამ აი წამს ადამიანის წმენის საკითხები დგება ხო და აბა მაშინ რითიც დავიწყეთ ეგ რა არის ადამიანი ეგ არის ხო რითა რო დასვათ ვინ არის და ხო და ამაზე დავდა ჩვენ მაშინ ესე დასკვნა ვინ არის ადამიანი პასუხს გასცემენ აი ესე იგი მაშინ ერთი ნაწილი გასცემს აი ისინი არიან არა ადამიანები და ეგენი არიან ხო მოკლედ რეალურად ის ფინალისკენ უნდა წავიდეთ მე ვფიქრობ რომ ეს ცენტრალური დავა ჩემი აზრით ისე ვიქურჩები რომ სწორედ ამაზე მდგომარეობს ანუ და აქ შემოდის ეს პოსტჰუმანიზმისა და ტრანსჰუმანიზმის თემებიც რომელიც დღეს ძალიან აქტუალურად შეიძლება ითქვას რომ დგას ჩემი აზრით მაგრამ შემოვიტოვოთ ეს თემა ალბათ მართლაც სხვა შემდგომი მსჯელობისთვის ძალიან საინტერესო იქნება ამ დისკუსიის გაგრძელება რაზე დგას პოლარიზაცია რა არის ძირითადი იდეა ძირითადი თემა მაგრამ ნუ ჩვენ ესე ტრადიცია გვაქვს რომ მივალთ კაედამდე და აბელამდე ხო შეიძლება მაგრამ ოპტიმისტური სიტყვით ვასრულებთ ხოლმე ჩვენს პოდკასტს და თქვენი ოპტიმისტური სიტყვა ავიცი მე იმედი მაქვს რომ გონიერი ადამიანები არიან სხვადასხვა ბანაკში და ალბათ საერთო ენას გამონახავენ და რა ვიცი კიდე ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს რაღაც ისეთ შეცდომებს რომელიც გამოიწვევდა ასე ვთქვათ კონფლიქტის ასე ვთქვათ გაღვივებას კი არა გამწვავებას და ვთქვათ რომ მე იმედი მაქვს მაინც რომ წვავე ფაზაში გადაზრდა. წვავე ფაზაში არ გადავა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ხა ყველა ნებისმიერი თემა რაც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ კრიტიკის ობიექტი ხდება და ამიტომ მე იმედს დავიტოვებ რომ იქნება საზოგადოებაში დიალოგი და გამოინახება რაღაც საერთო ენა და აი ეს რაზეც ჩვენ ვამბობდით რა რაღაც საერთო ბაზისი უნდა გქონდეს რა არის სიკეთე. და აი ამის გარშემო შემდეგ ამის გარშემო და აი ამ დიდი იმის ფარგლებში უკვე შეიძლება ჩვენ ვიკამათოთ კიდევაც და თამაშის წესები შევხვდებით ზეთ რა. მე გუშინ წინ თუ ანუ ამ დღეების მსვლელ შემთხვევაში მე ვკნახე სოციალურ ქსელში. აი დიდი პატარა დაპერწკალს რო დაინახავ, მაგრამ ერთი პოლიტიკოსი, რომელიც არ იყო ცნობილი
მოკლედ უცებ ესე იგი ორჯერ დავახვიე და თუ უცებ ამონდა რომ ჩვენ არ მოგცემთ უფლებასო ლაპარაკობს ასაკურულია და ეხლა გვიკვირს პოლიტიკოსები ესაუბრობენ ვინ ახავ ხა ნელა უნდა მაგრამ ესო ხო ის საქართველო რომელიც ჩვენ გვინდა და უნდა გაუფრთხილდეთ ეს არისო დავით აღმაშენებლის საქართველო ზუსტად გეუბნები ვიცი ჩემი მახსოვრობა ეს არის თაბარ მეფის საქართველო ეს არის ვახტანგ გორგასლის საქართველო და იციტატაც ხო დუდაუგდებთო ბერძენთა სიყვარულსო ეს არის ერეკლის საქართველო და ერეკლეო ხო ამიტომ მივიდა და რუსეთისკენ ვერ წავიდა და ეს რუსეთისკენ რო წავიდა უფრო სწორედ ესეც ევროპისკენ სვლა იყო და ამასო ჩვენ არ დავთმობთო ვიფიქრე რომ რაღაცა ამბავია რომ შეიძლება იყოს ანუ დიალოგი მინიმუმ რომ ვახტანგ გორგასალი და ერეკლეს სიმბოლოდ იქცა ეს საოცარი კაცი ესე იგი მოხუცებული რომ მოკლედ როგორც არის ახლა ვიცი და ესე იგი ეს არის უკვე რომ სადაც უკვე ძირითადი საფუძვლები ის კი არ თქვა რომ თქვენ და რაღაცა ხდება თქო ვიფიქრეთ შევდით ახლა ეს შეიძლება არაფერს არ ნიშნავს და ტაქტიკური ნაბიჯია მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის შეერთების ამბავი ანუ პირველი თუ მაგალითად მე როგორ რჩება გეტყვით ვინც არის და თუ ის ამაში არ მენდობა მე ცხადი არც იმაზე ალაპარაკი და არ ჩემ ადამიანზე თუ ის ამაზე არ მენდობა ესე იგი ერეკლეს გზა არის და გორგასალი თუ არის აქ შეიძლება დარწმუნების სიტუაცია რთული ამბავია როდესაც შენს მოღალატე ხარ და ერეკლეს ეს ხაერზე კი არ არის ხო გიორგი მიცის აგერ გამომიცხადე სამეურვეო საბჭოში ფილმი დავამთავრეთ ეს ერეკლეს ის საერთოდ კი არა კარგია ცუდია შენს მოღალატე ხარ მოღალატეზე რო გააკეთე და ეს ვიდის აქ იმიტომ კი არა შეგეშინდა აქ ცოტა ჭირს ახლა თქვა ხო ურთიერთობა ახლა ხო ახლა კანიბალი რო გედება ახლა უნდა შეგსასლო შეიძლება ძალიან შია და აქვს თავისი არგუმენტები მაგრამ ნუ შენ შეიძლება ეს არ გინდოდეს ხო და ასგონე ეს მე თქო პატარა იმედი ამის იმაქ რომ შეიძლება იქ დიალოგი იყოს რომ იცოდე როგორც არ უნდა პრინციპულად რაღაცებში განსხვავდებოდეთ. ხო, დიალოგი ნიშნავს მოსმენას, ხო? ხო და რაღაცამდე მისვლა. ძირითად საბაზისო, აი, შენ რომ ორი ჯელტმენის თეორიას აი გამოვიყებ, ორი ჯელტმენი ძირითადად ახდება, რომ ჩვენ ეს გვიყვარს. რაღაცა ხო გვიყვარს, არა? აი ეგეთ. ამას ვემსახურებით ეს. თუ ეს გვიყვარს, ეს სიტუაცია, მაშინ ყოველთვის მოვნახავთ საერთო ენას, ხო? თუ მეზღება, მაშინ არ გამოვა. ეს როგორც იტყვიან იმედი ნუ მოგიშალო დღეს. კი ბატონო. შენ ირონიულად ვამბობ. მადლობა მეგობრებო ამ განხილვისთვის და იმედი მაქვს რომ გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს. კარგად გრძანდებოდა წარმატებებს გისურვებთ. გემშვიდობებით შევხვდებით ერთმანეთს უკვე მომავალ პოდკასტში.